დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დილის ლაივი ეთერშია, შესაბამისად მე და ხატია შამუგია დილის გუნდთან ერთად მუშაობას ვიწყებთ თქვენთვის და ზუსტად 11 საათამდე ვიქნებით თქვენთან ერთად. მოგესალმებით დილამშვიდობის, მოგე ძალიან მნიშვნელოვანი მისალოცი გზავნილით მინდა დავიწყოთ ჩვენი ეთერი. დღეს 2 მარტია და ზუსტად 10 წლის წინ დღევანდელ დღეს შეიქმნა ჩემო ძვირფასებო ტელეკომპანია პირველი ეთერში გავიდა. დღევანდელი დღე მინდა მიულოცო ჩემს უსაყვარელ ტელეპირველს და თქვენს უსაყვარლეს ტელეპირველს ადგილს, რომელიც ძალიან გვიყვარს, რომელთაც ძალიან ვამაყობთ და ვთვლი რომ გავიმართვა, როცა ამ არაჩვეულებრივი გუნდის წევრი აღმოჩნდი. წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ თანამშრომლებს, ადამიანებს, რომლებსაც აი მართლა თავს აზოგავენ იმისთვის, რომ თქვენ, ჩვენი მაყურებელი იყოთ ინფორმირებული და ამაში ნამდვილად ბადალი არ ყავს ჩემო ბაჩო, ყველაფერს ვიგებთ პირველები და აქ უნდა ნახოთ უკან ბექშიც ჩვენი მეგობრები, ჩვენი გუნდის წევრები, მოკლედ დღეს ისეთი ყველანი უჩვეულოდ გაბრწყინებული სახით ვართ, იმიტომ რომ იუბილეები ვართ. ცხადია უერთები ხატიას, ტელეპირველს ვულოცავ საიუბილეო თარიღს 10 წელი ნამდვილად არ არის ცოტა, იარსებო, გააძლო და თავი გაიტანო ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ ვცხოვრობ. მით უმეტეს, როცა კრიტიკულ მედიას ეხება საქმე და ადამიანების სიმართლის თქმის პასუხისმგებლობა გაქვს თავზე აღებული. ულოცავ ტელეპირველს, მშვიდობას ვუსურვებ, სტაბილურობას, გამძლეობას და სიმამაცეს იმ ბრძოლაში, რომელშიც ახლა ვართ თითოეული ჩვენთაგან. ბაჩო, უფრო საზეიმო ვითარებაში ვისურვებდი ამ ძალიან მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნას, თუმცა ზუსტად ვიცი ხომ იცი შენ ჩემი ოპტიმიზმი, რომ დადგება ის დრო, როცა ყველანი ერთად ვიზეიმებთ. თუმცა ახლა შენი თქმის არ იყოს სხვა გამოწვევის წინაშე ვდგავართ და ეს არის გამოწვევა, რომელიც აუცილებლად დაიძლება, რომელსაც ჩვენი არხის ტელეპირველის პროფესიონალთა გუნდი აუცილებლად დაძლევს და იმ ვითარებაში თქვენ ყველამ ძალიან კარგად იცით, ჩვენმა ერთგულმა მაყურებელმა თუ რა ვითარებაში უწევთ ჩვენს ჟურნალისტებს, ჩვენს კოლეგებს მუშაობა, რა სირთულეებს ცლებენ, რა წინააღმდეგობების წინაშე დგანან, მაგრამ ყველაფერს დავძლებთ და ერთ დღესაც და ეს დღეც ძალიან მალე დადგება, ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და ვიზეიმებთ თავისუფალ ევროპულ საქართველოში ყოფნა, სადაც არც ერთი რეჟიმის უკანონო პატიმარი არ იქნება. ასე რომ ყველა თანამშრომელს გილოცავთ ტელეპირველისას და ჩვენს გულშემატკივრებს გილოცავთ დღევანდელ დღეს. ტელეპირველი დღეიდან უკვე მე-11 წელსში გადავიდა. ხო, კარგი ამბავია, ნამეტანი, მშვენიერი, ძვირფასი და მე მგონი ახლა დროა რომ გავიგოთ ამინდის პროგნოზი. ამინდმაც მოგვილოცავ, იცი შენ? თოვლით. აბა, არა ბიჭოს და გავიგოთ ამინდი, როგორი ამინდი გველოდება, რომელსაც PSP წარმოგვიდგენს და ანა ზაქაშვილი გაგვაცნობს. ანა, დილამშვიდობის, მოგესალმებით. ანა, დილამშვიდობის. დღეს ძალიან საინტერესო მაქვს. გოგო შემოგვიეცდება როგორც მივხვდი მე, მაგრამ ეხლა ანას ველოდები. ანას დაველოდოთ, ესე იგი. ნახოთ, ანა მე მგონი გამოგვიჩნდა. ბაჩო, მე მგონი გუნდა ჰობს. გუნდა ჰობს? მე მგონი. ასე მგონია რომ ანაც შემოგვიერთება. ჩემი ამბავი კი იცი. და ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. არა დილამშვიდობის. ჩვენ გვეგონა რომ თოვლის ბაბუს აკეთებდი. ანას ხმა არის, მის მე მგონი. ანა, ერთი წამი არის შენი ხმა, ერთი წუთი გადასხარები თოვლი გაქვს ჩემო ძვირფასო. შენი ხმა არ გვესმის, ახლა უცებ ჩავასწორებთ და შენ მანამდე არ შეგცივდეს, არ მოიწყინო. მოდები პატარა თოვლის ბაბუას ისეთი სტაფილოს ცხვირით გაკეთებული რომ ბავშვობაში არ აკეთებდი ხოლმე. კი, როგორ არ ვაკეთებდი, ნახშირებს ან შავ ღილებს ვამაგრებდით თვალების ნაცვლად. ვაიმე და მე ციგით არ სრიალებდი, სოლოკიდან ესე არ ჩამოდიოდი მდაღმაზე. სოლოკიდან და იმიდან, რა ქვია, ოქროყანიდან ვეშვებოდით ხოლმე, ძალიან დიდი ციგები ჰქონდა ბავშვებს მახსოვს. ყოფილა შემთხვევები, რომ ერთ გრძელ ციგაზე 15-20 ბავშვიც ჯდარ ვარ და იქიდან ერთად ანუ ის სიმღერა შენზეა? მახსოვს ოქროყანის აღმართი? არა. არა, კარგი, გასაგებია ყველა. ეგ არ არის ჩემს. თავზე ბევრი მოგონება არ მაქვს, ჩემი დიდი სიყვარული და ურთიერთობები, ხო იცი, თოვთან არ არის ისეთი მჭიდრო, მაგრამ ძალიან მომწონს დღეს, იმიტომ რომ რაღაცნაირად ხანდახან წელიწადში ერთხელ ეს გადათეთრებული თბილისი. მე მაინტერესებს ეს თოვლი როდემდე გასტანს ჩვენთან, იმიტომ რომ მიყვარს მე თოვლი. ჩემო საყვარელო.
მე მგონი ანას ცოტა პატარა ესეთი ტექნიკური ანუ ხარვეზია. დასამთავრებელი აქ თოვლის ბაბუა და მანა. აჰა, თოვლის ბაბუ. კი ბატონო, მანამ სახალისო ვიდეოს ხო არ შევხედოთ, ჩემო ხატია. გავხალისდებით და ანაც მოწესრიგდება. იუბილე არ არის, უხდება სახალისო ვიდეო. ნახოთ. ნახოთ. Don't you want me like I want you, baby? Don't you need me like I need you now? See tomorrow, but tonight go crazy. All you gotta do is just meet me at the. My milkshake brings the voice to the yours, damn right. It's better than yours, damn right. It's better than yours, like I teach you, but I have to judge. All I dream of is your eyes. All I long for is your touch. And darling, something tells me you're enough. და შემდგომი. დაუბრუნდით. სახალისო ვიდეოები კარგი იყო მომწონს და ბაჩო, დაბადების დღე ხა ცოტა მოძრაობის garaშე და სხეულის გამოღვიძების garaშე არ არსებობს, ხო? მე აგერ არ არიან ქეთი და მისი გოგონები, რომლებიც არ მოვიდნენ თუ რა დაბადების იმოძრავებენ ისე, რომ გოგოებო, გილოცავთ, იმიტომ რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და გამარჯობა, მოგესალმებით. აი არხის ფერებში ვარ დღეს გადაწყვეტილები ნამდვილად და ბაჩოსიც სხვათა შორის ლურჯი არის იასამნისფერის მუქი გრადაცია. აჰა. გაამართლა ჩემი ნახე ჩემს ქვედა ბოლოს უხდება შენი ზედა. აი. რომ იხსნი ხო გებული? აი არ შეხედე ეკრანს როგორ არის? კეთი დღეს? კი, მშვენიერია. კეთი, გოგოებო. დღეს რა მოგვიმზადე სანამ საიუბილეო მუსიკით მივხვდებით. მე მინდა რომ წარმოგიდგენთ ანა. ეს არის ჩემი სტუდენტი, მე ასევე ვატარებ ახალი ზაზანა ასე თქვით. ანა ზაზანა. ანა ზაზანა. მე ასევე ვატარებ ჯგუფური ფიტნეს ვარჯიშების ინსტრუქტორების კურსს და ერთ-ერთი ჩემი სტუდენტია და შემდეგ კვირასაც მოვიყვან ჩემს სტუდენტებს კი. კი. რომელ კურსზე? ცეცხლოვან კურსზე არის. და დღეს დაბადების კი, დღეს ჩვენ დაბადების დღესთან დაკავშირებით თავიდან ვიცეკოთ ჩვენ საყვარელ ბაჩატას, ჩემო ხატია და მე მინდა შემოგთავაზოთ ასე თქვა გაწევთი დინამიური გაწევის ვარჯიშები, იმიტომ რომ დღევანდელ დღეს რათა ჩვენ დავაწყნაროთ ჩვენი გონება, აუცილებლად გვჭირდება ესეთი გაწევა. მოდი თავიდან გავუშვათ ეს მუსიკა. კი.
მოდი თავიდან გავუშვათ ეს მუსიკა და დავიწყოთ. მეგობრებო, ჩვენ როგორც ვიცით, ძალიან იოლი მოძრაობები, სამი ნაბიჯი გვერდზე. 3, 2, 1 ადგილზე 2 თემი. მეორე მხარე 1, 2, 3, ოჩა. იდე 1, 2, 3, 2 ნაბიჯი. აჰა. მოდი დავამატოთ ხელი ზეგიდან წრეზე, გავჩერდით. ოჩა, იდე. დავიჭერ ხელი სამიანში. ნახეთ ადგილზე დავხა. 1, 2, 3, გვერდზე 1, 2, 3. იდე. დავით ჩემი საყვარელი მოძრაობები. თეთო. იდე, მარჯვენა მხარე. დავიდა. 3, 2, 1. 3, 2, 1. იდე. კლიერად. Datale, marca perché sani navigi, eti, 1, 2, 3. Aba cada um se pegou pra lá. Só mais uma noite, bebê. Foi tão bom ficar contigo. Ocha. Calma com esse. Eti, 1 navigi, adiante, ocha. Não sei se você pode ver. Cris Gastriwari, 80 graus de morrer. Ocha. Aba calma. Cueste, adiante, ocha. Aha. Meore head. te vejo muito mudada. Ocha. Não é mais a mesma que esteve lá em casa. Me dicadia. San, ori, et. San, ori, et. Ocha. Bolonde precisa de mulher? Et, ori, san. Ocha. Et, ori, san. De poder conseguir el amor de ella y poder abrazarte otra vez. Abre meua. San, minha bicicleta. Davida. San, ori, et. Dauka. Vete. Ideta. Calme. Quero poder ficar junto contigo uma noite outra vez. Ideta. Davida. Viva Poletani. Ideta. Kelly Muchos. Quiero poder yo pasar contigo una noche otra vez. Sí. Navigi. San. Você tá voando com o clipe? Cada um se pega pra lá. Eduardo Sanchez, Mr. André Cruz, WS no beat. Eita, bateadinha gostosa. Vamos lá. საიუბილეო ბაჭანა. მათ გადავიდეთ შემდეგ მუსიკაზე და ეს იქნება ძალიან დინამიური გაწევა ეს რას ნიშნავს და ჩვენ ადგილზე არ დავრჩებით. ან დიდი ხანი ერთ პოზიციაში არ ვიქნებით. ეს გაწევიდან გადავდივართ მეორე გაწევაზე. კარგი? იყოს ჩაგვიქავენ ახლა მეორე მუსიკასაც და მანამდე ჩვენ მუსიკას უნდა შევთხოვოთ, მაგრამ იყოს სანამ ჩვენ შეგვიძლიათ მუსიკა, ჩვენ შეგვიძლია რომ დავიხოთ სუნთქვითი ვარჯიშებით, ჩავისუნთქეთ ცხვირით, ამოვისუნთქეთ პირით. კიდე ერთხელ ჩავისუნთქეთ ცხვირით, ამოვისუნთქეთ პირით. ეხლა მეგობრება შეხედეთ. ხელები არის ყურთან. უნდა გადავიდეთ გვერდზე ჩასუნთქვით. მივატრიალოთ ტანი დაბლა, ამოვისუნთქეთ, ჩავისუნთქეთ, გადავით მეორე მხარეს. ჩასუნთქვა, პრესი დაჭიმულია, მოვამრგვალე ზურგი, ამოსუნთქვა. კიდე ერთხელ გვერდზე მოვატრიალეთ. მხრები არის დაბლა დაწეული, მეორე მხარეს ჩავისუნთქეთ. ყოჩა. ეხლა შეხედეთ. ხელები შევკარით და გადავით გვერდზე მხარეს, მეორე მხარეს. აჰა. შეეცადეთ, რომ პრესი იყოს ჩართული, იმიტომ რომ ზურგი იყოს ზუსტად სწორად, იმიტომ რომ ამისთვის ზურგის კუნთებიც გჭირდება და პრესის კუნთებიც. აჰა, ეხლა გადავიხებით წინ,
და მაქსიმალურად უკან. სადამდე შეგვიძლია? ჩავისუნთქეთ. ამოვისუნთქეთ. ყოჩა. და მოდი წვეს შევკრათ. გვერდზე მოვაგვალეთ წინ, გვერდზე უკან. ყოჩა კიდე ერთხელ გვერდზე. წინ, გვერდზე უკან. მოდი მეორე მხარეს. მეორე მხარეს. 2 ერთიც ყოჩა ჩავისუნთქეთ. ამოვისუნთქეთ. მატების დაგვჭირდება, შეგიძლიათ რომ რაც ზევით არის ზედატანის, ეხლა დამგარ პოზიციაში გავაკეთებ, დანარჩენს უკვე დავჭდებით ან დავწვევით მათზე. წავიდა ერთი ხელი ავწიეთ მეორე. შეხედეთ გასწორებულ პოზიციაში, ვიწელებით მაღლა. გეგონება რაღაცას გვინდა მივწდეთ, ან მოვკრიფოთ ასე თქვათ. აჰა, ზევით. 1 2 ყოჩა 3 4 5 6 7. ეხლა შეხედეთ. მივატრიალეთ ტანი, გუნკერდი იშლება, ხელები განზე. აჰა, ყოჩა. წავიდა. 1 2 აჰა. მაქსიმალურად გასწორებული არის ზურგი. სწორი ხაზი კეთდება ხელებით. ყოჩა. ცოტა 2 1 ყოჩა. გადავედით ნელ-ნელა მუხრებში. აჰა, ყოჩა. შეხედეთ თეძო გადის უკან, პრესი დაჭიმული არის. შეცადეთ რომ არ მოვამრგვალოთ ზურგი, გასწორებულია და მუხში ჩავდივართ და გავაჩერეთ. 2 1 გადავედით მეორე მხარეს. 3 2 1 ყოჩა. ეხლა გადავედით, ხელი ავწიეთ. მეორე მხარეს. ისევ ჩავედით, ავწიეთ. კიდე ორჯერ. ყოჩა. მეორე მხარეს. აჰა. ეხლა შეხედეთ მეგობრებო. დავიწელებით წინ ხელები. წინ. შეეცადეთ რომ არ იყოს ასე მომრგვალებული ზურგი, ამიტომ აი წელის არეში უნდა ესე ვთქვათ ჩავწიოთ, მაგრამ პრესი არ უნდა მოვადუნოთ, ხო? და წავიდა. ეხლა იქნება მხრების მობილობა. ასე ვთქვათ, ავარტყავთ ჩვენ ხელებს მაქსიმალურად მაღლა. აჰა. და შეხედეთ, სადამდე შეგვიძლია რომ ჰაერში დავტოვოთ. ერთი ხელი ამ შემთხვევაში ჩემი მარცხენა ჩადის ხევით, მარჯვენადენ. თუ შეგიძლიათ რომ შეეხოთ იატაკი განკაიქნება. აჰა. მეორე მხარეს. ყოჩა. აჰა. ცოტა კიდე. ხატი ხომ მეტყვი რამდენი დრო მეხდება დარჩენილი აუცილებლად. ეხლა მეგობრებო, ჩავისუნთქეთ. მოვამრგვალეთ, ამოვისუნთქეთ. ყოჩა. აჰა. ეხლა მივტრიალდით. ერთ მხარეს არის სწორი გასწორებული ჩვენი მუხლიც არის გასწორებული და მიუთითებს ჩვენი წერფი მიმართულებას და პატარა ბისგებით შეეცადეთ რომ ჩავიდეთ, არ დააძალოთ, ტკივილი არ უნდა იგრძნოთ, უნდა იყოს სასიამოვნო დაჭიმულობა. აჰა. მუხლი გასწორებულია. ეხლა შეხედეთ მეგობრებო. გვერდზე, შუაში, ისევ მეორე მხარეს, შუაში. ყოჩა ჩავისუნთქეთ. და ბოლო, რასაც გავაკეთებთ, მოდით გადავიდეთ მატზე. როგორც შეძლებთ, ანუ გააჩნიათ თქვენი თეძოების მობილობას და გახსნილობას 90 გრადუსზე, ასე სამკუთხედზე ვხსნით ფეხებს, პრესი რა თქმა უნდა არის ტონუსში, ეს ნიშნავს რომ დაჭიმულია კუდუსუნი ჩაწეულია. შევეცადეთ, რომ გვერდზე ბოლომდე დავდოთ წერფი, გავასწოროთ და ნახეთ მეგობრებო, ჩავდივართ უკან. შეეცადეთ რომ დაჯდეთ. ერთი ხელი მუცელთან არის, მეორე გადაიწევა. ისევ ამოვედით. ეხლა ხელები ავიწიეთ მაღლა, ჩავედით გვერდზე. აჰა, ყოჩა. კიდე ერთხელ. 1 ყოჩა. ბოლოჯერ. აჰა. გადავედით და ეხლა მეგობრება, მივატრიალეთ ჩვენი ტანი ერთთან. შევეცადეთ რომ შევეხოთ წერს დაბლა. ყოჩა.
ამას გავიმეორებ მეორე მხარესაც და რამოდენიმე მერე სუნთქვით ვარჯიშსაც გასწავლით, რომელიც დაატყრარებს ჩვენს ნერვულ სისტემას, ასე ვთქვათ ხო. ბოლო ჩავიდა, მაღლა, წავიდა, ჩავედი, გადავედი, მაღლა, ცოტა დინამიურად და დავჭით, გავასწორეთ. ოჩახ, ერთი ჩასუნთქვითი ვარჯიში, ჩავისუნთქეთ, ავწიეთ, ამოვისუნთქეთ, ჩავისუნთქეთ, მოვაგვგვალეთ ზურგი. ოჩახ, ცოტა ხანძრული წარვარჯიშიც გამახსა და ძალიან ლამაზი მადლობა. ყოველთვის ეცადეთ, რომ რამე საინტერესო შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში, ვარჯიშის მეშვეობით, რა თქმა უნდა. ყოველკვირა საინტერესო. ძალიან დიდი მადლობა. გადასარევად გამოიყურებოდით და გადასარევი ვარჯიშები იყო გილოცავთ ჩვენს არხს. გილოცავთ. ძალიან დიდი მადლობა. ქეთი. კარგად. წავიდნენ, ნახე როგორ წაქრიალდნენ პირდაპირ. არა ბიჭოს და ჩვენ ახლა უნდა გავიგოთ, მე მგონი შეგვიძლია რომ გავიგოთ ამინდის პროგნოზი, რომ ანა ზაკაშვილი. შეგვიძლია მნიშვნელოვანია ამინდის პროგნოზი და გაინტერესებს რა თქმა უნდა, შევეხმიანოთ. ანა კიდევ ერთხელ დილამშვიდობის, აბა როგორ ახარ? ანა, ეხლა უკვე ნამდვილად დილამშვიდობის. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. We're looking forward to getting the war finished so we can do it. ბაჩო, მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. წეგან სამწუხაროდ ერთმანეთის არ გვესმოდათ და გილოცავდით მეც TV პირველის დაბადების დღეს და აბსოლუტურად ყველა ადამიანს ვლოცავ, ვისაც უყვარს ჩვენი არხი და ვინც ძალიან ხშირად გვიყურებს ხოლმე. რაც შეეხება დღევანდელი დღის ამინდის პროგნოზს, დავიწყოთ დასავლეთ საქართველოთი, სადაც დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები, ღამით ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი, თუმცა დღისით უმეტესად დღე უნალექოდ ჩაივლის. ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა კი დაბლობში ღამით -5-დან 0 გრადუსამდე დაეცემა, დღისით +5 +10 გრადუსი იქნება. მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა -12-დან -7 გრადუსამდე დაეცემა, დღისით 0-დან +5 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები, ღამისა და დილის საათებში ზოგან მცირედი თოვლის არის მოსალოდნელი. ცვალებადი მიმართულების ქარი იქროლებს 8-13 მეტრწამის სიჩქარით, ჰაერის ტემპერატურა კი ბარში ღამით -3-დან -4 გრადუსამდე დაეცემა, ზოგან -12 გრადუსამდეც არის ნავარაუდები. დღისით კი -2-დან +3 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან +8 გრადუსიც არის შესაძლებელი. მთაში ღამით ჰაერის ტემპერატურა -13-დან -20 გრადუსამდე დაეცემა, დღისით -1-დან +4 გრადუსამდე მოიმატებს. რაც შეეხება ქალაქების მიხედვით ამინდის პროგნოზს, დავიწყოთ სოხუმით, სადაც დღეს მზიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, ჰაერის ტემპერატურა კი 9 გრადუსამდე დათბობა. 7 გრადუსს და ასევე უნალექო დღეს ვარაუდობენ ზუგდიდში სინოპტიკოსები, ხოლო ფოთში 10 გრადუსი და ასევე უნალექო და მზიანი დღე იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღეს 8 გრადუსამდე დათბობა, ქობულეთში კი 9 გრადუსი არის ნავარაუდები. ბათუმშიც ასევე მზიან, უნალექო და 9 გრადუსი ელოდებიან სინოპტიკოსები, რაც შეეხება ახალციხეს, დღეს ახალციხეში +4 გრადუსი და მზიანი დღე იქნება. ქუთაისშიც მზე გამოანათებს დღეს ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება, რაც შეეხება მესტიას, დღეს მესტიაში ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა და მზიანი და უნალექო დღე იქნება. ამბროლაურში დღეს 5 გრადუსს ვარაუდობენ სინოპტიკოსები, მზიანი და უნალექო დღე იქნება ამბროლაურში, ხოლო ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსამდე დათბება. 5 გრადუსს ელოდებიან ასევე გორში, ხოლო თელავში +2 გრადუსი არის ნავარაუდები, ისევე როგორც თბილისში, სხვათა შორის თელავშიც დღეს დღის პირველ ნახევარში ითოვებს, თუმცა დღის მეორე ნახევარში გამოიდარებს. რუსთავშიც სწორედ ასეთივე ამინდი გვაქვს, დღის პირველ ნახევარში რუსთავში თოვს, ხოლო დღის მეორე ნახევარში მზე იქნება. თბილისზე უკვე მოგახსენეთ, დღეს თბილისში +5 გრადუსი იქნება ჰაერის ტემპერატურა და მიუხედავად იმისა, რომ ახლა თოვს, დღის მეორე ნახევარში სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ამინდი უნდა შეიცვალოს და მზე გამოანათოს ჩვენს დედაქალაქში. ასეთი დღე გვაქვს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში კვირა დღე, შესაბამისად გისურვებთ, რომ შესაბამისად დაგეგმოთ თქვენი დღე და გისვათ პოზიტიურ დღეს, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. ასევე გილოცავთ დღევანდელ დღეს და საიუბილეო განწყობით გემშვიდობებით,
ძალიან ცოტა ხნით ჩემო საყვარელო. ესე იგი, ნახე, დღის პირველ ნახევარში შემოგერთდებით ძალიან გელოდებით. დღის პირველ ნახევარში ცოტა თითობებსო და მე გამოიდარებსო და დღის პირველი ნახევარი, ანუ 11 საათამდე ხო მაყურებელი ისედაც სახში უნდა იყოს, რომ ჩვენთან ერთად თამდელი ამბავი გაიგოს. გამოდარება რატო არ არის თოვლი? ანუ გამოიდარებს, ესე არის რომ ანუ გამოდარება აუცილებლად მზეს გულისხმობს, ხო ალბათ? არა, ნუ ბარდნა შეწყდება, ხვდები? ბარდნა არ იქნება და სიცივე ისე აღარ იქნება. ჩემო ბაჭო. ბარდნანელების ბორანი. კი ბატონო, რეკლამის დრო გვაქვს მე მგონი. მე ისე დაგარ. როგორ? ხო? რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ არ გადართოთ ძალიან საინტერესო რუბრიკები. დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა როგორ ხარია, იცი 10 წლის რო გახდა TV პირველი თქუაზე არ არის დღეს. ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ რომ დილის ლაივს, რა თქმა უნდა, ხატიასთან და ბაჩოსთან ერთად და კიდევ ერთი ჩვენი არაჩვეულებრივი თანაწამყვანი დრო დგება თუ ვისი და რა რუბრიკის ამას ჩემი ხატია. რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის გარეშე არ გამოდის არც იუბილე, არც განწყობა, არც სილამაზე, ყველაფერი მოდის ჯანმრთელობიდან, რომელზეც სურნავს რა თქმა უნდა, ჩვენს და თქვენს ჯანმრთელობაზე ჩვენი კოლეგა, ექიმი, ენდოკრინოლოგი შოთა ჯანჯღავა და სანამ შოთას წარმატებთ და მივესალმებით, რა თქმა უნდა, ჩვენი სამედიცინო რუბრიკის წარმდგენი გახლავთ იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა, რომელიც საკერკველს გვიმშვენებს. ეს გახლავთ ბუნებრივი ინგრედიენტებზე დამზადებული დეკორატიული კოსმეტიკა. კოსმეტიკა, რომელიც შეგიძლიათ მთელი დღე ისე ატაროთ, რომ თქვენს სახეზე ვერც კი იგრძნებთ, რომ თქვენ მაკიაჟი გაქვთ. ასე რომ ეს არის ბრენდი არა მარტო პროფესიონალებისთვის, არამედ მოყვარული ქალბატონებისთვის, ვისაც უყვარს რომ ლამაზად და მაკიაჟით დაიარება ყოველ დღე. და რა თქმა უნდა, რუბრიკის სპონსორია იტალიური დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდი მესაუდა. მესაუდა, შენი სილამაზისთვის, მხოლოდ ავერში. ამაშია საქმე, შოთა დილამშვიდობის გილოცავთ TV პირველი 10 წლის იუბილეს პირველ რიგში. დილამშვიდობის ბაჩო ხატია, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და მეც გილოცავ და ყველა ჩვენს თანამშრომელს ულოცავ აღნიშნულ დღეს და რა თქმა უნდა, უფრო და უფრო წინსვლას უსურვებ არხს, უფრო გაფართოებას და რა თქმა უნდა, უფრო და უფრო მეტ მაყურებელს. დაბრუნებულ ხარ შენს კაბინეტში, გასულ ხარ ჩვენი სტუდიიდან. კი, დავიბრუნე ჩემი ოთახი ხატია, დავიბრუნე. დღეს ხატია ბაჩო ძალიან საინტერესო თემაზე გვექნება საუბარი, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს აწუხებს ხოლმე წელის ტკივილები და ამის სხვადასხვა მიზეზები არსებობს. აქედან გამომდინარე ჩვენ რა თქმა უნდა არაჩვეულებრივ სპეციალისტი მოვიწვიეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კლინიკა პირველის ნეიროქირურგი მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ივანე ავაზაშვილი. დილამშვიდობის ბატონო ივანე. მოგესალმებით, გამარჯობა. დიდი მადლობა მონაწილეობისათვის გადაცემაში და რო არ დავკარგოთ, მინდა კითხოთ, რა არის აი მიზეზები და რა შეიძლება იყოს ის პათოლოგიური მდგომარეობები, რაც გამოიწვევს ხოლმე ამ ჩვენ წელის ტკივილს. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის სტუდიაში. ძირითადი მიზეზი ეს არსებობს წელის ტკივილის არასწორი ფიზიკური აქტივაცია, არასწორი ფიზიკური დატვირთვა, არასწორი ფიზიკური დატვირთვის შემდგომ და ასევე სპორტული არასწორი აქტივაციები, საოფისე ჯდომიარე მდგომარეობა, ეს არის ძირითადი თუმცა არსებობს კიდევ ჭარბი წონა და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი. ეს იმას არ ნიშნავს, ვისაც ზემოთ აღნიშნული სამსახური გააჩნია, არასწორი ფიზიკური დატვირთვა, არასწორი სპორტული აქტივაცია, ყველას დაემართება ეს წელის ტკივილი, მაგრამ ძირითად მიზეზად მაინც ამ კატეგორიებს გამოვყოფ. დიახ, რადგან ჩვენ ახლა ძალიან ხშირად გვიწევთ მთელი დღის განმავლობაში ჯდომა და სამწუხაროდ იმ რეკომენდაციას რომ უნდა ავდგეთ რაღაც პერიოდის მერე ცოტა რთულად ვითვალისწინებთ ხოლმე როცა სამუშაო პერიოდში ვართ. აი ბატონო ივანე, რა პათოლოგიებს იწვევს ხერხემალზე და რა პათოლოგიები ვითარდება ამ დროს? მოგახსენებათ წელის ტკივილი ირადიაცია, ესე იგი გადაცემა ორივე ქვედა კიდურში, მარცხნივ ან მარჯვნივ, იწვევს მუდმივი ხასიათის დაბუჟებას,
კიდურის მგრძნობელობის დაქვეითებას, სიარულის ჯდომის დგომის გაძნელებას, გადაადგილების და ცხოვრების ხარისხის ცოტა დაქვეითებას. ეს შეიძლება მხოლოდ ქვემო კიდურზე იყოს თუ ზემო კიდურებზე? ეს როგორც ზედა, ასევე ქვედა კიდურებში შეიძლება იყოს ფესობრივ ალგიური სინდრომი. ეს სინდრომი არის ნევროლოგიური, რომელიც უკვე ამ დისკის თიაქრის შედეგია. დიახ. და აი რა არის ბატონო ივანე ეს დისკის თიაქარი, რომ ჩვენს მოსახლეობას რო დისკის თიაქარის ეს არის მალთაშუა სივრცე. მალთაშუა სივრცეს როგორც ამორტიზაციის ფუნქცია გააჩნია და მისი გამოსვლა, გარეთ გამოსვლა, მიგრირება. მინდა აღვნიშნო, რომ დაახლოებით 2-დან 3 ატმოსფერომდეა ინტრადისკალური მალთაშუა დისკის წნევა და ეს გამოდის ფარგლებს გარეთ, რაც ეხება უკვე ნერვს და გადაეცემა უკვე ტკივილი სახის წარმოდგენილი იქნება ქვედა ან ზედა კიდურებში. ანუ კომპრესია ხდება. კომპრესია ხდება, დიახ, იმ ნერვის კომპრესია ხდება, რაც ჩვენთან მოსახლეობაში ცნობილია. იშიაზი, წელის ტკივილი, წელკავი და ასე შემდეგ, ნერვის ანთება. ეს არის ზუსტად ის დაავადება, რასაც იწვევს მალთაშუა დისკის თიაქრის მიგრირება, გამოსვლა და საზღვრის დარღვევა და ნერვზე ზეწოლა, კომპრესია. აი ბატონო, აი თუ არის ესეთი პაციენტი, ვინც აუბრალოდ ტკივილი მაქვს, ეს დაბუჟება, შეგრძნება, აი რა სადიაგნოსტიკო მეთოდები გამოიყენება ხოლმე ესეთ შემთხვევაში, რომ დაისვას ეს დიაგნოზი ასე ვთქვათ. დიაგნოზის დასმა ხდება ნევროლოგის, ნეიროქირურგის მიერ, ну, რა თქმა უნდა, ოჯახის ექიმის მიერ. ძირითადად არის ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ჩვენ ვსვავთ ამ დიაგნოზს. დიაგნოზის დასასმელად საჭიროა პაციენტის ნევროლოგიური გასინჯვა, ვიზიტი ნევროლოგთან ან ნეიროქირურგთან, შემდგომ უკვე მაღალი ტექნოლოგიური კვლევა, რომელიც არის ეს არის ოქროს სტანდარტი მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. ამის შემდგომ უკვე ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას თუ რა სახის მკურნალობა. რა სახის მკურნალობა? მე მინდა აქვე მოგახსენოთ, რომ აქ არსებობს თერაპია, მედიკამენტოზური, ასევე ფიზიოთერაპია, ეს კომბინირება რო გავაერთიანოთ, მედიკამენტოზური და ფიზიოთერაპია. ეს არის პირველი ნაბიჯი, ну, პირველი. შემდგომ უკვე დისკის, მალთაშუა დისკის ლაზერული დეკომპრესია, რასაც ჩვენ აღნიშნული მეთოდი ითვალისწინებს და უკვე ბოლო ეტაპი ოპერაციული მკურნალობა. ჩვენ სადღაც ვართ შუაში. მედიკამენტოზური და ოპერაციის შუა არის ეს მეთოდი. მალთაშუა დისკის ლაზერული დეკომპრესია. აი ეს როგორც ესე იგი მივხვდი, ეს არის არა ძალიან ძიმე შორს წასულ შემთხვევებში პაციენტების. აი როგორი პაციენტებისთვის არის მისაღები და როგორ ხდება პაციენტების შერჩევა აღნიშნულ პროცედურისათვის? სელექცია, პაციენტთა სელექცია არსებობს ზუსტად მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიის დიაგნოსტიკის საფუძველზე. აქაც გაგვაჩნია ჩვენი კრიტერიუმები შერჩევის. კრიტერიუმში მოცემულია ისეთი დისკის თიაქარი, რომელიც უკვე საზღვრებს გარეთ არ არის მოცილებული და მიგრირებული, ესე რომ ვთქვათ, მოწყვეტილი ის თიაქარი. ეს არის სეკვესტრირებული თიაქარი არ უნდა იყოს. დიახ. აი რა მეთოდია ბატონო ივანე ეს რადგან სიახლეა ჩვენ მოსახლეობისთვის გარკვეულწილად და იმიტომ რომ ასე ბევრი ინფორმაცია ამ მეთოდის შესახებ ჩვენ არ აქვს. როგორ ტარდება პროცედურა, რას მოიცავს და რამდენი ხანია დაინერგა ეს თქვენს კლინიკაში? მინდა პატარა ისტორია გავაკეთო ამ მეთოდთან დაკავშირებით. პირველად დაიბადა ეს მეთოდი 70-იან წლებში იაპონიაში. აქტიურად დღესდღეობით ევროპის მრავალი კლინიკა სარგებლობს ამ პროცედურით, ну გამოიყენება. ჩვენთან საქართველოში პირველად
კლინიკაში ჩვენ ვაწარმოეთ ამ მეთოდის, ესე რომ ვთქვა, დანერგვა და 1 წელია აქტიურად სარგებლობს ჩვენი მოსახლეობა ამ მეთოდით. დიახ, 1 წელი. 1 წელია, დიახ. და აი რას მოიცავს ეს პროცედურა? რა ხდება ამ პროცედურა მალთაშუა დისკის ლაზერული დეკომპრესია. ეს გახლავთ მეთოდი. ოპერაციას არ დავარქმევ. სამედიცინო манипуляციას, მინიინვაზიური манипуляცია არის. ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე ანუ არ იძინებს პაციენტს. პაციენტის სედაცია უკეთდება, მაგრამ რაც ენდოტრაქეალური ნარკოზი არის, ეს არ იყინება აღნიშნულ მეთოდში. ვინაიდან პროცედურის განმავლობაში ჩვენ პაციენტთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია, კითხვა-პასუხის რეჟიმი. ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე შევდივართ სპეციალიზირებული კათეტერით, მოვათავსებთ მალთაშუა დისკის სივრცეში. ეს არის კონტროლით, ეს არის რენტგენ საოპერაციო სიარმის კონტროლით, რენტგენის კონტროლით ხდება ეს ყველაფერი. 15-დან 20 წუთამდე გვჭირდება манипуляციის ჩატარება. ძალიან ხანმოკლეა. ხანმოკლე არის და სტაციონარში დაყოვნება ეს შეადგენს 2 საათს. დიახ. ძალიან კარგი მეთოდია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეს როგორც მოგეხსენება ძალიან რთულ პათოლოგიაზე გვაქვს საუბარი და შესაბამისად თუ ეს რა თქმა უნდა თქვენ აღნიშნეთ თუ პაციენტების შერჩევა უნდა მოხდეს ამ მეთოდისათვის და ძალიან ესეთ მოკლე ხანში თუ მოხდება ამის ჩატარება ძალიან კარგი. აი ბატონო ივანე, ზოგადად ყველა პროცედურას ახლავს ხოლმე რაღაც გართულებები და შემდგომში რეციდივის რისკები, ანუ ხელმეორედ განმეორების საკითხები. ამ პროცედურასთან მიმართებაში როგორ არის, რამდენად არის რეციდივის რისკები? მინდა რომ მოგახსენოთ გართულება როგორც ყველა სამედიცინო манипуляციას ამ манипуляციასაც გააჩნია გართულების რისკი, თუმცა ძალიან დაბალი არის, ეს არის 1% ლიტერატურით. რაც შეეხება რეციდივს, რეციდივი არის 6-ჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე სხვა ჩატარებული ხერხემალზე ოპერაციების. ესაც ლიტერატურის ევროპის ლიტერატურის დახრდნობით. დიახ. აი ბატონო, სანამ აი ამ პათოლოგიამდე მივართ, ჩვენ როგორ ჩავატაროთ პროფილაქტიკური ღონისძიებები, რათა თავიდან ავიცილოთ აი ამ მალთაშუა დისკის პრობლემები. მალთაშუა დისკის პრობლემა რომ ავიცილოთ, რთული არის, აქ რამდენიმე ფაქტორი არსებობს იმისთვის, რომ შეიძლება ვერ ავიცილოთ, მაგრამ რეკომენდაციები არის სწორი ფიზიკური გადანაწილება დატვირთვა, სწორი ჯდომა, ის იგულისხმება საოფისე და აქტივაცია, ეს იყოს სპორტული აქტივაცია, ისიც აუცილებლად სწორი დატვირთვა და მეტი აქტივაცია, მეტი მოძრაობა, მეტი. აი ხატიას კითხვა, დიახ, ხატია გისმენთ? შოთა, მივესალმები შენ სტუმარს, ბატონო ივანე, მოსახლეობას პატარა რჩევა რომ ვივიცეთ, იმიტომ რომ როდესაც აწუხებთ ან წელი, ან მხარი, ან კისერი, უმალ მიმართავენ თვითმკურნალობას, ანუ ხან მასაჟს იტარებენ, ხან ვარჯიშებს მიმართავენ და ეს რამდენად სწორია და რამდენად აუცილებელია პირდაპირ ექიმთან მისვლა, რომ სწორი დიაგნოზი დაისვას და პროცესი შორს არ წავიდეს და არ გართულდეს. მოგესალმებით, ქალბატონო ხატია, მადლობა კითხვისთვის. მოსახლეობას მე მინდა მოუწოდო რეკომენდაცია, რჩევა დარიგება, რომ აღნიშნული, ესე იგი, წელის ტკივილი ქვედა კიდურებში, განსაკუთრებით მარჯვნივ ან მარცხნივ, როდესაც არის ძლიერი სახის ტკივილი, დაბუჟება ფეხის ტერფის, დაუყოვნებლივ მიმართონ ნეიროქირურგს, ნევროლოგს, ამ ორ სპეციალისტს განსაკუთრებით და შემდგომ უკვე ჩვენ გადავწყვეთ მათ მკურნალობის ტაქტიკას. ოპერაციული იქნება, მედიკამენტოზური ფიზიოთერაპია თუ ეს იქნება ის ინოვაციური მეთოდი, რომელიც მალთაშუა დისკის ლაზერული დეკომპრესია იგულისხმება. ამ დეკომპრესიას ბატონო, რამდენჯერ შეიძლება თქვა ჩატარდეს ეს პროცესი? შეზღუდვა თუ გვაქვს რაოდენობასთან დაკავშირებით? დიდი მადლობა კითხვისთვის, კარგი კითხვაა სხვათა შორის.
ჩემს პრაქტიკაში, ესე რომ ვთქვათ, საქართველოს პრაქტიკაში ზუსტად 3% მოუწია დამატება. რას ნიშნავს დამატება? რომ ზომებში იყო დიდი თიაქარი, პირველ ეტაპზე ჩატარდა, პირველად ჩაუტარდა პაციენტს მალთაშუა დისკის ლაზერული დეკომპრესია, მკვეთრად შეუმცირდა ჩივილები პაციენტს, თუმცა მაინც გრჩებოდა ის ტკივილი, პატარა დისკომფორტი. მივიღეთ გადაწყვეტილება, ესაც რეკომენდაცია არის, ლიტერატურა გვაძლევს მაგის საშუალებას, რომ ხელმეორეს ჩავატაროთ. მეორე, მესამე თვეს ჩაუტარდა პაციენტებს დამატებითი ლაზერული დეკომპრესია. დღეს კარგად არიან ბედნიერად, ჩივილებს არ წარმოადგენენ. ძალიან საინტერესო მეთოდია ბატონო, რადგან როდესაც ესეთი რთული ოპერაციული ჩარევა ჩვენ თუ გარკვეულწილად ავწდებით ან გარკვეულწილად გადავავადებთ, ეს ძალიან კარგი იქნება, მაგრამ როგორც აღნიშნეთ, აქ პაციენტების კარგი შერჩევა უნდა მოხდეს. და აი ამ დიაგნოსტიკის მეთოდებთან მიმართებაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ დიაგნოსტიკ მეთოდით ჩვენ ვადგენთ, რამდენად არის პაციენტი მისაღები ამ პროცედურისთვის, თუ არ არის მისაღები. აი თქვათ, რომ ავიღოთ ჩვენი მოსახლეობის რა, აი 100 პაციენტი და რამდენ პაციენტში არის მისაღები ხოლმე აღნიშნული მეთოდი დაახლოებით. აღნიშნული მეთოდი დაახლოებით შესაძლებელი იყოს, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს დიდი სტატისტიკა, ჩვენ ახალი, ესე რომ ვთქვათ, ახალი მეთოდია საქართველოსთვის. თვეში დაახლოებით ვსინჯავთ ჩვენი გუნდი 150 პაციენტს. აქედან დაახლოებით 10-12% უკვე გადის ლაზერულ კრიტერიუმში, ესე რომ ვთქვათ, ლაზერულ დეკომპრესიის კრიტერიუმში. დიდი მადლობა ბატონო ივანე, ესეთი საინტერესო მეთოდის გაცნობისათვის. მე მინდა ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი სტუმარი იყო კლინიკა პირველის ნეიროქირურგი, მედიცინის დოქტორი ბატონი ივანე ავაზაშვილი, რომელმაც გაგვაცნო სიახლე და ახალი მეთოდი, რომელიც დაიღერდა კლინიკა პირველში. რა თქმა უნდა, თუ ჩვენ გვაქვს აღნიშნული პრობლემები, დროულად მიმართოთ ექიმს, რა თქმა უნდა, პირველადი ჯანდაცვის სკოლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესეთ შემთხვევაში პაციენტის სწორი გადამისამართებისათვის. აქედან გამომდინარე, დროულად მიმართოთ ექიმს იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ გართულებები. მე რა თქმა უნდა, ჯანმრთელობას გისურვებ და ერთი კვირით დაგემშვიდობ. მადლობა შენ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ სტუმარს. საინტერესო თემისთვის, იმიტომ რომ მე რომ მქონდა ეს პრობლემა და დავწერე Facebook-ზე, ნახევარი საქართველოს შემომეხმიანა, მივხვდი რომ ძალიან ბევრ ადამიანს აქვს პრობლემა და მადლობა რომ ესეთ აქტუალურ საკითხს შევეხეთ. ერთი კვირით გამშვიდობებით ზუსტად. დროებით. შვენიერი გოგოლა კალანდაძე განაგრძობს ახლა დილის ლაივის ეთერს, რომელსაც ძალიან საინტერესო ადამიანი მასპინძლობს დღეს. ასე რომ ნახოთ გოგოლა ვის ესტუმრა. ვაიმე, არ გამოხვიდე გარეთ, ეს რა საყვარელი ვინია. გამარჯობათ. შენ რა ქვია, მოდი აქ ჩემთან. ვაიმე, რა საყვარელი არ გწივა. წამოდი. ვაიმე, რა ვიცი, სილამაზით კითხავს. აი შევით როგორ ხართ? კარგად. ვაიმე, ეს რა საყვარელია. რატო დაარქვით უკრაინელ ძაღლს შადიმანი? დაგიმაგრებ. პასპორტით არის ბარათაშვილი და ამიტომ დავარქვით შადიმანი, ესეთი ისტორიული პიროვნება და ესეც ხა შეეფერება. ოვშინაურდები. ძალამაზი სახლი გაქვთ, აღთვალებული ვარ თქვენი სახკარით. დიდი ხანია რაც გადმოხვედით? აგვისტოს დასაწყისში ამოვედით. რამდენი წელი ვაშენებთ? 4? ხო. თითქმის 4 წელი ვაშენებდით ამ სახლს და საბოლოო ჯამში არასდროს არ დავდება სახლი ზოგადად, ხა სულ რაღაცა არის კიდე დარჩენილი ის, მოდი ეს მივამატოთ. ამიტომ გადავწყვეტ, რომ უკვე შეიძლებოდა შემოსახლება და აგვისტოში, მით უფრო რომ ელენიც აგვისტოში დაბადებული, მეც აგვისტოში ვარ დაბადებული. ანუ ლომები ხართ ოჯახში? ლომები ვართ, ხო და ამიტომ დაბადების დღეები და ახალსახლობა და რაღაც ერთად რო გავიკეთები, ამიტომ მთელი აგვისტო ღებულობდის სტუმრებს და მე დავრჩით აქ, მე თავდაპირველად ჩვენ ფიქრობდით, რომ ეს იქნებოდა მაინც უფრო ზაფხულის
ან შედარებით თბილი პერიოდისთვის სახლი, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩემი სახლსაც გავიზარდე ვერაზე, იმასე ვგიჟდები, მაგრამ მე სანდრომ ჩემმა შვილიშვილმა გამოაცხადა, რომ დეპრესიულ ქალაქში რატო უნდა ვიყოთ თუ რაღაცა, ეს არ მოეწონა იქ. იმიტომ რომ გაირკვა ის ყველაფერს ყურადღებას აქცევს, ის გაირკვა, რომ ეკოლოგიური მდგომარეობა ვერაზე არის ყველაზე უფრო მძიმე რაღაც, ამოიკითხა ისე და თქვა, რომ ეხლა უნდა წავიდეთ, ეხლა ჩვენ ძირითადი მე ისეც მინდოდა. მე საერთოდ რო დავიწყოთ იმითი თავდაპირველად არ მინდოდა სახლის აშენება და გადასვლა სადმე, იმიტომ რომ ვფიქრობდი, რომ ჯობია რომ წავიდე სახლს დავისვენო და ესე მშვიდად ვიყო, იმიტომ რომ ვიცოდი რამდენი ხანი გაგრძელდებოდა მშენებლობა, რა იქნებოდა, როგორ იქნებოდა. ელენეს ჰქონდა მაინც უფრო და სანდროს და აი ნანას მე აიყოლიეს, რომ არა მოდი სახლი რაღაცა გავაკეთოთ. მე აღმოჩენთ ეს ადგილი, რომელიც ხო, კოვიდმა, იცი რა, აი კოვიდის დროს მივხვდით, რომ თურმე შეიძლება იზოლაციაში ყოფნა და ეს არ არის რაღაც ესეთ დამთვრუმელი, იმიტომ რომ ჩვენ იქ ორი ბინა გვაქვს თბილისში და ცხოვრობთ ერთმანეთის პირდაპირ, გვაქვს ორი ბინა, სადაც ერთში ელენე და მეუღლე ცხოვრობენ, მეორეში მე და ნანა და სანდრო ჩვენთან არის. ჩემი შვილიშვილი და შესაბამისად იქ მივხვდით, რომ აი ეს მიკროსამყარო რაღაცნაირად შეიკრა და ანუ აი თვითკმარი ხდები მე რაღაცა ამ პანდემიამ ეს გვაჩვენა და მე ამიტომ აქ ახლა მithumetes ჰაერზე უფრო დიდი პლუს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით აი არქიტექტურას, რომელიც შემოგთავაზა ზაზა ცინცაძემ, ჩემო მეგობარმა რომ გაჩუქა პროექტი. ეხლა როცა უკვე ნაკვეთი გაქვს, პროექტი გაჩუქეს და რაღაცა, მე დავიწყეთ ამიტომ თუ კი სადმე რამე ქონდა სხვა იქ რაღაცა მამაჩემის აგარაკის ნაწილი იყო იქ ჩემის ზიდედრის იმის და ყველაფერი ეს უკვე მე ნელ-ნელა მოხმარდა იმას რომ ძალიან ლამაზი დიზაინი, ყველაფერი არის სწორად გათვლილი და მართლაც რომ უფრო დიდ შტაბ-ეტილებას ტოვებს ვიდრე არის. სივრცე არის ძალიან კარგად არის გამოყენებული ნამდვილად სივრცე. ქალბატონი ნანა, მე უნდა გკითხო თქვენს მეუღლეზე როგორია ბატონი ბიზნეს სახში. ეს ერთი შეხედვით მკაცრი ძალიან ესეთია. გაწანასრებული არა ის სახში. აი ძალიან არასწორი ეპითეტები იხსნა, არც მკაცრია და არც გაწონასწორებული. არის საკმაოდ რბილი. საკმაოდ ფეთქებადი, ვეუბნები რომ მას გენებში გურულები ყავს და და აი მოგიარა გურულებმა, ვეტყვი ხოლმე და ხდება ხოლმე. ოღონდ როგორც იქამდე სანამ გურულები მოუვლიან, იქამდე წყნარია. წყნარად გროვდება და მე რაღაც მომენტში რომ იფეთქებს და სულ ვეუბნები არ შეიძლება რომ ყოველ ნაბიჯზე თქვა, რომ აი ეს დაგროვება არ მოხდეს, არა. როგორც ჩანს არ შეუძლია. და თქვენ ამ ყველაფერს აბალანსებთ. კი. იმიტომ რომ მე აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათი. თქვენ გურული არ. მე ვარ იმერელი, დედითაც ვარ, ვარ იმერელი, მაგრამ ბებია ჩემის ხარება გურულები. ხო და საერთოდ ჩვენ ოჯახში აი ეს ისინი რა ქვია, აგარაკები და რაღაცა, ეს არის აი გურულებისგან წამოსული თემა, ესენი არიან გიორგი მე-12-ის შტო, თუმცა ქალის ხო ეს აუცილებლად ნანა სულ სვამს ხას რომ ფილმის არ ეგონოს რომ პრეტენზია შურს და ამიტომ ხას უსვამს რომ ჩვენ არ შეიძლება პრეტენზია გქონდეს სამეფო ტახტზე. ამიტომ და არ გვაქვს სანდრო საჩვენეს გენეალოგიური ხე ჩვენი და იმ გენეალოგიურ ხეში არის ერთი მიმართულება. ნინოს ქმარი იყო დადიანი. და იქით ამ ხრიდან შემოდიან დადიანები, თავისი ეკატერინე ჭავჭავაძით და ბოლოს ხავარი რაც არის, იქ შემოდის აშილ მიურატი, ანუ იოახიმ მიურატის მარშლის რა ქვია, ნაპოლეონის მარშლის შვილი და შესაბამისად მისი მეუღლე იყო ნაპოლეონის და. ანუ ნაპოლეონის ჩვენს გენეალოგიურ ხეში სანდრას წერია. ხო ეს რომ ნახე გადაერია, მე წავიდე ეტყობა სკოლაში მოუყვა ვიღაცას ბავშვს ესე და მე მოვიდა სახში სკოლიდან ჭამს მოთილში ხდება ეს. ჭამს და გამოიხედეს ნაპოლეონი რა არის ჩემი? ანუ ძალიან ნანა, თან კატლეტს ჭამს. ნანა, ნაპოლეონი ჩვენ როგორ ნაცავია? მე უთხარი არსად არ თქვა ეგ. ხო, თუმცა ჩვენ გვაქვს, მოიცა? ჩვენ გვაქვს. საწესი არ არის. ჩვენ გვაქვს. აი
აი ეს ეს არის რაღაცა ეს არის ძველი რომელიც ნანა უთხრიდება ჩემზე მეტად ეს არის საჩუქარი ანუ აი ხა რო ვახსენებ ჩვენ სალომე დადიანი ხო რომელიც იყო მიურატის მეუღლე როგორც ჩანს სტუმრად იყო ჩამოსული ბიძინას ბებიის ბაბუის ბებიას ბარბარე ჯაიანთან და შემორჩენილი იყო ბიძინას ბებია მანახა მე უკან რო დაბრუნდა სამადლობელო წერილი მოწერა ბარბარეს სალომემ, სადაც დიდ მადლობას ეუბნება ამ მასპინძლობისთვის და რაღაც და ამ წერილს მოაყოლა თურმე აი ეს ორი ფუჟერი. გრიშა ჟღენტი, ვინც დაბახმელაში ააშენა სახლი და VCS ფეთქებადი ხასიათის რაღაცა ნაწილის მეც გამოუყვა. ეს რასაკეთებდა იცით ომის პერიოდში ხა მაშინდელ ლენინგრადში ბლოკადა იყო საშინელი სიდუხჭირე უბედურება და ომის შემდგომ წლებში იქ ძალიან იაფად იყიდებოდა ისეთი რარიტეტული საგნები მათ შორის სამეფო სასახლიდან. ჩვენ გვაქვს მაგალითად აი ესეთი ჭიქები, ეს არის ნიკოლოზის ღერბით ჭიქები. და გვაქვს ასევე კიდევ აი 4 ასეთი ჭიქა მეორე ხო, ეს ნანას ფავორიტია. თქვენ მიჩვეული ხართ დიდ ოჯახში ყოფნას და აქედან მოყოლებული ალბათ მაინც რაღაც აი ამ ტრადიციას არ აქვს. ხო, ჩვენ თბილისშიც ესე ცხოვრობ. იმიტომ რომ თავის დროზე, ხო, თავის დროზე ჩვენ ახლა დიდად გამორჩეული, რა ქვია, კომერციული ნიჭით არ ვართ. მათ შორის არც წინათაობები არ აქვს. ბაბუაჩა მაგალითად გადასვალა გადააცვლებინა დედაჩემს 5 ოთახიანი ბინა ხილიანზე, 3 ოთახიან ბინაზე ჩვენს სართულზე. იმიტომ რომ ამოჩემება იყო რომ ყველამ ერთად უნდა ვიცხოვრონ. მე ცოტა განსხვავებული ესაა მეთხოვარი. ანუ ჩვენი გვარი ნელ-ნელა იხვეწება. განსახან ახსენეთ დედა მედიაციის სიგური რომელიც იყო ულამაზესი ქალბატონი თავისი ხმის ტემბრით გამორჩეული და რომანსების საოცარი შემსრულებელი. აი დედა მინდა რომ გაიხსენოთ. რამდენიმე დღის წინ იყო თებერვლის ბოლოს 24 თებერვალს არის მის დაბადების დღე და 85 წელი შეუსრულდებოდა და ჩვენ არ ქონია არასოდეს კლასიკური რაღაც ესეთი დედაშვილები. არც ნანასთან არ ქონია თქვა ესეთი დედამთილ ზალდედამთილ რაღაცა ურთიერთობები. ის უფრო იყო უფროსი დის მე მამად აღვიქომდი ბაბუაჩემს და დედაც ბებიაჩემს უფრო მეტად ანუ მედიას მშობლებს მამაჩემს ესეთი იყო თვითონ მიხედვით იმისა რომ 3 წელს ვიყავ მე ისინი რომ დაცილდნენ არასოდეს უმამობა მე არ მივიძნე პირიქით თუ ჩვენთან იყო მოდიოდა და ძალიან არაული ურთიერთობა გვაქვს ხებისთვის ცოტა გაუგებარი იმიტომ რომ მაგალითად ჩემი ძმა ვახსენე თქვათ ანუ მამაჩემის მეორე ოჯახი და ჩვენ ფაქტიურად ერთი დიდი ოჯახი ვიყავით და ხან ერთადაც ხან მე ვისვენებდი იმათთან და ხან ის ისვენებდა ჩვენთან ტრანსფერ დედაჩემისთვის არც ერთ ჩემ მეგობარს თქვენობით არ მეომართავს და არ დაუზახია ხებია თქვათ ქალბატონო მედია რა იმიტომ კი არა რომ პატრისმა აკლდათ ან რაღაცა იმიტომ რომ ესეთ ჩამოყალიბდა რომ მედი ჩვენ ვინაიდან არანორმალური ოჯახი გვაქვს და კონდა ამიტომ ურთიერთობაც იყო უფრო ესეთი რაღაცა ჭიდრო და მეგობრული ხო გახსოვს ელენე კარგად გახსოვს ხო ხასიათით მომგვანებენ ძალიან და მე ძალიან კარგად მახსოვს და სულ ძალიან პოზიტიურ კონტექსტში, იმიტომ რომ გიждდებოდი კონცერტებზე მივდიოდი კულისებში, ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორი იყო და იქაც მივდიოდი და ნუ ძალიან კარგ დროს ვატარებდი მედიას ძველი საკონცერტო კაბებიდან მე მიკერავდი ტანსაცმელს და ნუ ვიყავი გიждდებოდი მის ტანსაცმელზე და სამკაულებს რაღაცებს და ნუ აი ძალიან კარგ დროს ვატარებდით ერთად და ხასიათითაც როგორც ამბობენ გავხარო და მეც რაღაც ესეთი რა მონაცემების გქონდა ქალბატონ მედიას ანუ სიმღერას გულისხმობს იკარა თქვენი შვილი როგორ მოყვარდათ ბაბუთი არა როგორ ბაბუ არა ეს არა აი ბაბუ პაპა და რაღაცა მე ვარ ბიზი შვილისთვისაც და შვილისთვისაც აი ელენე მაგალითად ნანას ხანდახან ეძახის დედას მე მეწილად ეძახის ბიზინას
სანდროს არასოდეს ბაბუიდან რაღაც არ დაუზახი არასოდეს და კი ვარ ახლა ანუ იცის რომ ბაბუა თქვათ ესე კი არა არის ოდეს მომართავს როგორც მე მიმართავდი ბაბუა ჩემს იმიტომ რომ ჩვენ ვართ ერთნი იცი დავიწყოთ თუ გინდა ჯერ აქ მოვიდეთ აი ეს არის ხო ეს არის იცი რა ეს ჯერ უნდა გადავდაგდეს ეხლა მივხვდი იმიტომ რომ ეს არის ბეტონის კედელი ამ გამავზე ეს ამას ვერ აუ ესეც რამდენი საინტერესო აქეთ არის აგეთ ხო ეს არის შარფები ეს რაკია საფეხბურთო მატჩები და რომელზეც მე დავსწრებდი ეს არის ფინალები მაგალითად ეს ორი არის თქვა შარშანდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ეს არის შარშანდელი კონფერენს ლიგის ფინალი ეს არის შარშანდელი ფინალი ესეც არის ჩემპიონთა ლიგის აქ არის სოფლიო ჩემპიონატის ესენი რაკია შარფები სხვა გუნდები ის რომ ადგილი ვერ მოუნახეთ ხო ეს ჯერ ვერ იმიტომ აქ არ ეკრონა ეს რაღაცა მოუკვდი ამის კეთილი აქ არის მაისურები სხვადასხვა ნაკრებების სხვა საკლუბო გუნდების ზოგი რარიტეტული ზოგი თქვა აი 30 წლის სოფლიო ჩემპიონატზე არგენტინას ამაისური წესვა აქ ბრაზილიის აუ ყველა მაისურს თავისი ისტორია ყველას აქვს თავისი ისტორია ისევე როგორც აქ ეს არის სასმელები იმის მიხედვით თქვა რაღაც სხვადასხვა იქ იყო კონიაკები აქ აქვს შამპანური ეს არის როზე აქ არის რაღაცა გაუკისრებული თქვა ლუდი ოღონდ იმისი რა ქვია კენკრის ან ალუბლის და ასე შემდეგ და თქვა რაღაც ლიკიორები აქ არის არყები იქ არის ვისკი აქ არის წითელი ღვინოები ეგ არის თეთრი ეს არის სპორტთან დაკავშირებული მაგალითად ბოკა ხუნიორსის ღვინო რივერ პლეიტის ღვინო და ეს ღვინოები როდის ესენი არის აი ეს აქ რაც ეს არის აქ ჩვენ გვაქვს ეს ჩემი სფერო არ არის აქ თუ ფეხბურთი არ არის აქ უყურებთ ფეხბურთს ხო აქ უყურებთ აი იმაზე რა ქვია ეს არის საშინაო კინოთეატრი სადაც არის ეკრანი და მასშტაბით რა ქვია უყურებთ შეჯიბრებებს აი აქ უნდა გავაკეთოთ ესე იგი რამდენიმე მაისური აგერ ვოვაგუცავი მამა მიწერა ხელი ამას წინა და დღეს ველაპარაკე მოდი საშეშივაზე და სხვა დინამოელებს ისაც უნდა გამოვართვა ხელმოწერები აქ არის მარადონას ხელმოწერიანი მაისური აქ არის ჯეკ გრილიშის მაისური აქ არის წიგნი მარადონაზე ასევე ხელმოწერილი მისი რა ქვია ავტოგრაფით კიდე ერთი ავტოგრაფი გქონდა რომელიც დავკარგეთ სამწუხაროდ და ნანას ვერ პარტიებ ამას ხო და აი აქ არის აი აქ რა ხდება აქ არის რა იცი ესენი არის მაგალითად ეხა ყველა ქვეყნებიდან არის ჩამოთვლილი იტალია ხო იტალია აქ არის საფრანგეთი ძირითადად აი აქ ჩემო ბატონო და ამერიკა ინგლისი იქ არის ქვევით უკვე ესპანეთი აქ გერმანია იქით არის შვედეთი საბერძნეთი კვიპროსი მალტა რა ვიცი ეს მთელი წლების ნაგროვია ხო ისე მე სადმე თუ მივდივარ რაღაცა პატარა ეს ნუ ნანას აქ ამაზე ესენი რა ქვია გვიტრები რომ რაღაცა ჩამოვიტანო იქ სადაც ვიყავი ჩვენ იქ არის ჭიქები ერთი პირობა ჭიქები მომქონდა მაგრამ მე ეს ჭიქები წდება ხო ვარდება რაღაცა როგორც მაგნიტები ხო ჩამოვარდება გასწრება ხო და ამას ეხლა ნუ არ ყრიან არსად რა ანუ დევს აქ მშვენიერი კუთხე მოვინახია ხო და ვინაიდან ჩვენ ვართ ნაპოლეონის ნაცნობი ხო აი ნახეთ აი აქ არის ლიტერატურა აქ არის წიგნები აქ არის წიგნები ნაპოლეონზე აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ამადგან მე-19 საუკუნეში გამოცემული წიგნი ეს არის ლუდი რომელიც ვატერლოოში ვიყიდე სადაც სამწუხაროდ ჩვენ დავმარცხდით ბოლო ბრძოლაში ანუ ნაპოლეონი დავმარცხდით აი ამ ხალხთან აქ ვინცაც ხედავთ აი აქ არიან მარშალი ველინგტონი აქ არის ბლუხერი რომელიც ხოჭოს სერვიზაქარიზე მითამაშია ვატერლოოს ფილმში ვატერლოოში აქ არიან ავსტრიელი ინგლისელი პრუსიელი გენერლები რუსი და ასე შემდეგ აქ არის რა აქ არის მთელი ნაპოლეონის გენერალიტეტი აქ მას ყავდა 26 მარშალი აგერ არიან ეს 26 მარშალი აგერ არის და შესაბამისად ყველა ის მარშალი არის აქ და არიან გამორჩეული გენერლები ის მე მიყვარს ჩემი ახლობლები
და ესენიც ნუ ჩემები არიან, მაგრამ შორეულაც გარებით ზაშვილები და ასე. თუმცა რამდენიმე ნაპოლეონი ყავს, ეხლა აი აქ მაგალითად ახალგაზრდა ნაპოლეონია. თქვა ბერნადოტი ყავს ორი, იმიტომ რომ ბერნადოტი იყო თან ნაპოლეონის მარშალი და იმ პერიოდში როცა მისი მარშალი იყო აგერარი ბერნადოტი, მაგრამ მე გახდა შვედეთის მეფე და შეუერთდა ანტინაპოლეონურ კოალიციას და ეგერა უკვე მეორე ბერნადოტი იქით. აი ეს არის მიურატი, რომელიც შენაცავია. ორნაირი მიურატი გვაქვს ჩვენ, აქედან მეორეს ყავს. აქ არის აი მათ რა ეს არის ისე საფეხბურთო ამბავი. არგენტინული კლუბების სხვადასხვა წლების მაისურები, ესეთ ეს ბუენოს აირესში ვიყიდე და ესენი არის ევროპული ტურნირები, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და კონფერენს ლიგა, ყველა მათი მონაწილე ყოველწლიური ესეთი სუვენირები გამოიცემა. ეს არის იმ წლების, რომელთა ფინალიზეც მე ვიყავი და რომელთა შარფიც არის. საკმაოდ წარმატებული ადამიანიც არის. ისი რა, ხო, გააჩნია რა შეადარებ, ხო? ყოველ შემთხვევაში, ხო, ჩვენ პირობებში, ჩემ სპეციალობაში მე ძალიან მიმართლებდა. მე ჩემ მეგობრებიც ამბობენ, ხშირად რომ არ ის ბედის ნებიერა. ჯერჯერობით საერთოდ რომ გადავრჩი, მე ვარ 6 თვე ნახევრიანი, არ მაგალითად შეიძლება ჩემ გარდა 6 თვე ნახევრიანი. თან გავჩდი მოულოდნელად რაღაცა მისტიური რაღაცა მითი რა ქვია ამბებით, იმიტომ რომ მეანი აღმოჩნდა მედია ძიძიგური. რასა? და მიიღო მედია ძიძიგურმა. მე გადარჩინა, მე მეგობრებთან ძალიან, მე მოვიდა ვიღაც ხალი და უთხრა ბაბუებს, ჭხილები ნახეთ, თუ ჭხილებია გადარჩებაო. ნახეთ ჭხილები, მას მე ვიჭამ მე. მე მეორე დღეს როცა მივიდა მადლობისათმად იმ პატარა ქალისთვის, იქ უთხრეს რომ ეს თქვენ არ ყოფილა საერთოდ ვიზილა პატარა და დედამინა გამიშავდა. თანაირა. მაგ კითხვით წავიდნენ ჩემი წინათაობების ანერთან ვერაფერ გაიგეს ვერაფერ. აი ეს. იმიტომ გეუბნები მისტიკა მეთქი რაღაცა ხო და თავარი წარმატება ეს არის რომ გადავრჩი. და მერეც იცი რა, მე მიმართლებდა იმითი რომ სულ ვიყავი კარგ გუნდში ყოველთვის. მე ვარ გუნდური მოთამაშე და შემიძლია ვიყო გუნდის ჩვეულებრივი წევრიც, თუ საჭიროა ლიდერიც, თუ არ არის საჭირო, ყავსაც თქვათ მეორე ვიოლინოს რაღაცა მოვალეობა შევასრულო. ამიტომაც მე არ ვიცი, მართლა ესე მოხდა, რომ წარუმატებელ პროექტში მე მონაწილეობა არ მიიღე. ასე აეწყო. ეს მე მქონი ბევრი შანსი წავსულიყავი საქართველოსთან, რაღაც ემიგრაციაში, რაღაც სხვაგან ვიცხოვრა, თუნდაც ცოტა ხანი. ნუ ესე აეწყო. შევთვალე, რომ საჭირო რა ვიყო, იმიტომ რომ მე ჩემი სახლი მქონდა და ჩემი სახლი იყო ყოველთვის ჩემი რაღაცა თავშესაფარი, რომელსაც ყოველთვის ბრუნდები. სახლი იმითია კარგი, რომ ეს არის ადგილი, სადაც შენ კომფორტულად ზნობ თავს და სადაც შენ ბრუნდები. სახლი ერთ ჩემს ყველაფერი. მე მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე ვერაზე, სახლში, რომელშიც ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები, მოგიყევით კიდევაც როგორ ცხოვრობდით და როგორ ვიყავით და იქ ყოველი კუთხე კუნჭული არის ჩემი. მე დღეს როცა ჩავდივარ აქედან, რომ მივდივარ, ლამის არის ბოდიშები მოუხადო ოთახებს და კედლებს, რომ იქ არა ვარ. მაგრამ არა ვარ იქ იმიტომ, რომ ავაშენე ჩემი სახლი და ხა ამბობენ რომ ადამიანი კაცმა უნდა სახლი ააშენოს, ბიჭი ააჩინოს და ხედა არ გასვა. სახლი ავაშენე. ხის დარბა მე არ შემიძლია, მაგრამ ბიჭი არ გამომივიდა. შადიმანი. ნანა ამბობს, როცა მომხრე ჩემი შვილია, ნანა ამბობს დედინაცვალია, მან ზაღლიყავ. გიჟდება ამაზე, მაგრამ ამბობს რომ ეს არის ჩემი გერი. ანუ დედინაცვალი ვარ. ამან არ იცის, ამას დედაგონია. ჩვენი სახლი არის მე ყოველ დღე მიხარია უკან დაბრუნება და მეჩქა ეს შეიძლება ასაკობრივიც არის. მაინტერესებს ამ სახლში ყველაზე ხშირად სად ვარ? სად ხართ? გამოდი. ვარ ჩემს კაბინეტში. საათი წება ჩემი დილა, ყოველ დღე კომპიუტერთან, ეხლა მეორე უნდა მოვიტანო თბილისიდან მეორე კომპიუტერი, რომ საერთოდ ყველაფერი აქ გავაკეთო. ეს არის სტრატეგიული ადგილი, საიდანაც ზაფხულში ესეთი როგორც ნაპოლეონი სუყურებდა, ბრძოლის ვილს, აქედან ყველაფერს ვაკონტროლებ, ვინც არ არის რას აკეთებს. ეს არის ჩემი
ასე ვთქვათ. ეს არის თქვენი არქივი. ეს არის არქივი, ხო. აქ ნაწილია, რა თქმა უნდა, აქ მაქვს აუდიო, იქ არის რაღაც ნაწილი ვიდეოს, აქ არის ჟურნალები, აქ არის წიგნები, რომელიც შეიძლება ხოლმე დავუშვათ მუშაობის პროფესიული ლიტერატურა. ძალიან დიდი მადლობა დონეცი. აი, ძალიან საინტერესოა ნამდვილად თქვენთან საუბარი. და დიდი მადლობა აი ფერცხელობისთვის, იუმორისთვის, რაც გაგთან დაგყვებათ სულთელი ცხოვრება და ძალიან დიდი პატივისცემა ჩემთან თქვენ. ასევე ანალოგიურად კიდევ წარმატებები და გელოდები ზაფხულში. დიდი მადლობა გოგოლას ასეთი საინტერესო სიუჟეტისთვის და ნუ ბატონი ბიძინა რომ ყველას საყვარელი რესპონდენტია ეს ხომ არ ახალია ძველია ჩემო ბაჭო რთულია არ დაგეთანხმო ჩემო ხატია ერთი სიუჟეტი უნდა წარვადგინო ახლა PSP-ს ექსკლუზიური ბრენდი ლანსინოს მარტის აქციები დაიწყო ჩვილობის ასაკში ძუძუთიკვება მოზარდის ჯანსაღი ფიზიკური და გონებრივი განვითარების საფუძველია ძუძუთიკვება ეხმარება ჩვილს იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში. ქალის რძე საუკეთესო და განუმეორებელი ბიოლოგიური საკვებია, რომლის შემადგენლობაც ბავშვის ინდივიდუალური მოთხოვნილებების მიხედვით იცვლება. ძუძუთიკვება სასარგებლოა ბავშვისთვის, რადგან მის იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და გარდა ამისა გვაცილებს სხვადასხვა დაავადებების განვითარების რისკს. ძუძუთიკვება სასარგებლო არის დედებისთვისაც, თუმცა ის გარკვეულ შემთხვევაში სხვადასხვა დისკომფორტთან არის დაკავშირებული და აქედან გამომდინარე PSP-ს საფიაქო ქსელში ლაქტაციის პერიოდის გასამარტივებლად უამრავი სხვადასხვა საშუალება არის წარმოდგენილი სხვადასხვა პრემიუმ ხარისხის ბრენდების და დღეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი ამერიკული ბრენდის შესახებ ლანსინოზე უნდა მოგიყვეთ. SPS ბრენდ მენეჯერი ნინო შაუთიძე არის ჩვენთან ერთად. ნინო, მოგესალმებით. მადლობა ჩვენთან ერთად რომ ხართ. საუბრობთ ლანსინოს შესახებ და მოვუყევით ჩვენს მაყურებელს როგორც ბრენდის შესახებ, ასევე მისი ასორტიმენტის შესახებ, იმიტომ რომ მაქვს ძალიან ბევრი ნივთი დევს და წარმოდგენა არ მაქვს რა არის. კი ბატონო, პირველ რიგში გილოცავთ სამართ და მით უმეტეს დედიკოებს და მომავალ დედიკოებს მინდა მივულოცოთ. ეს მნიშვნელოვანი დღე. PSP საფთიაქო ქსელი, რა თქმა უნდა, დედიკოებს თავაზობს განსაკუთრებულ შეთავაზებებს და მინდა რომ ლანსინოს ბრენდზეც მოგახსენოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ბრენდი არის ძირითადად გათვლილი არის დედებისთვის მშობიარობამდე, მშობიარობის შემდგომ პერიოდისთვის, აი ამ რთული პერიოდის გასამარტივებლად. კი ბატონო, აქ გვაქვს ძალიან საინტერესო ასორტიმენტი. აი დაწყებული მაგალითად მკერდის საფენებიდან მასტიტის დროს გამოიყენება ძალიან კარგად და რძერო კარგად გამოიყოს როგორც ცივად ისე თბილად. შეუძლიათ აი ეს საფენები იხმარონ იგივე როგორც ცივად ისე თბილად. არის კიდევ ტურშსაცხები, სხვათა შორის ლანოლინის შემცველი ტურშსაცხები, ანუ კარგად ატენიანებს ძალიან კარგად ატენიანებს კი და ძალიან სწრაფად აშუშებს მტკივნულ და დახეთქილ ტურშს. გვაქვს ასევე აი ეს დრილების ფორმირების ტუმბო უკეთესი ლაქტაციისთვის. ახალი შემოსულია სხვათა შორის კარაქი, მაგნიუმის შემცველი კარაქი. რისთვის გამოიყენება ეს გამოიყენება აი დედებს ძირითადად აწუხებთ ხოლმე დაღლილი კუნთები, აი ვერ დადიან ხანდახან და ასე შემდეგ და რო წაიხსვან აი დაღლილ მკლავებზე, ფეხებზე, მუცელზე ძალიან კარგად დაღლილობას, ძალიან კარგ დაღლილობას. გვაქვს კიდევ ესეთი სტრიების საწინააღმდეგო გამაგრილებელი შრატი, რომელიც ძალიან კარგი არის ისევ და ისევ მუცელზე, სადაც დედა მოისურვებს. ამაზე მინდა რომ გკითხოთ, რომ ამას ისვამე ხოლმე მანამ სანამ მშობიარებენ ხოლმე. მანამდეც არის შესაძლებელი, რეკომენდებული ამის გამოყენება თუ მშობიარობის შემდეგ. რეკომენდებულია უფრო მეტად როდესაც უკვე მუცელი ეზრდებათ, აი მაშინ გამოიყენონ, იმიტომ რომ უხურთ მერე ის ნაწილი და საკმაოდ კარგად აგრილებს და საკმაოდ ესეთი კომფორტული გამოსაყენებელი. რაც მთავარია, ეს არის პრემიუმ ხარისხი, ეს არის უსაფრთხო. ამერიკული ბრენდი არის და დედებს, ბავშვებს თავაზობთ 100%-ით უსაფრთხო პროდუქტებს, როცა სურთ, მაგალითად დედებს, როცა სურთ, მაშინ გამოიყენებენ
ნებისმიერ ამ პროდუქციას. კი ბატონო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. და ხო, ჩამოვიდეთ ქვემოთ. ქვემოთ ჩამოვიდეთ, გვაქვს კიდევ ახალი, სხვათა შორის მკერდის ტუმბოები ქალბატონებისთვის. ჩვენ გვაქვს ლანსინოს აქვს ძალიან ბევრნაირი, როგორც სადენიანი, ისე უსადენო, როგორც ორთავიანი, ისე ერთთავიანი მკერდის საწოლები და ეს გახლავთ უსადენო. კარგი არის იმ მხრივ, რომ დედებს მაგალითად სხვა საქმის გაკეთება თუ უნდათ, შეუძლიათ დაიმაგრონ მკერდზე და თან სხვა საქმეც აკეთონ. თან ბატონო, პრაქტიკული ყოფილი მაშინ ნამდვილად. ძალიან კარგი ხარისხის და მინდა ვთქვა აქვე, რომ ლანსინოს აქვს შემოთავაზებული სამედიცინო სიმძლავრის ელექტროსაწოლები, რაც კიდევ და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან კარგად ტუმბავს რძეს. არის კიდევ ლანოლინის კრემები, ეს კრემები უკვე ძალიან ცნობილი არის ლანოლინის შემცველობის, რომელიც ძალიან მარტივად, ძალიან სწრაფად ხსნის აი დახეთქილ მკერდის თავებს და თან მინდა ვთქვა აქვე, რომ ჩამორიცხავს არც საჭიროებს, 100%-ით ბუნებრივია და ლაქტაციაც შესაძლებელია გამოყენების თანავარ. გვაქვს კიდევ ესეთი პერიბოთლები, საკმაოდ საინტერესო და მარტივად გამოსაყენებელი კიდევ და კიდევ. ლანსინოს აქვს შემოთავაზებული 100%-ით უსაფრთხო ბოთლები ბავშვებისთვის, რომელიც იმეორებს დედის მკერდს, მკერდის ფორმას, რაც შემდეგ დაბნეულობას არ იწვევს ბავშვებში, რომ მაგალითად მკერდიდან ბოთლზე გადადიან და ბოთლიდან გამარტივებული ამ შემთხვევაში. კი, ძალიან კარგია მაგ მხრივ. გვაქვს აი ჰაკები, რომელიც აუცილებლად ყველა დედას უნდა ქონდეს ალბათ სახლში, იმდენად კომფორტულია. აქ გვიდავს კიდევ ხელით გამოსატუმბი, კიდევ და კიდევ სხვადასხვანაირი სატუმბები აქვს ლანსინოს შემოთავაზებული, ახლა ამ შემთხვევაში არ გვიდავს. და რომელიც პრაქტიკულია, შესაბამისად მომხმარებელი იმას აერჩოს. ნინო, დასაწყისში თქვენ თქვით, რომ სამმართან დაკავშირებით დედებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებთ და საინტერესოა ჩვენი მაყურებლისთვის ამ ბრენდზეც ვრცელდება თუ არა განსაკუთრებული შეთავაზებები. კი, რა თქმა უნდა, ვრცელდება. დედებს დახვდებათ სამმარტს განახევრებული ფასები ამ ბრენდზე. აქვე მინდა აღნიშნო, რომ ზოგიერთ სააფთიაქო ქსელში შენაძენზე დახვდებათ ასევე საჩუქრებით. ეს ინფორმაცია შესაძლებელია ონლაინ მიიღონ, მიწერონ აფთიაქებს და მიიღონ ინფორმაცია თუ რომელ კონკრეტულ სააფთიაქო ქსელში გავრცელდება. და მინდა აქვე აღნიშნო, რომ გარდა ლანსინოს ბრენდისა, განახევრებული ფასები დახვდებათ ასევე ბავშვის კონკრეტულ ბრენდებზე, მაგალითად დოქტორ ბრაუნი, მაგალითად ნანი, ნესტლე და ასე შემდეგ. აქაც განახევრებული ფასები, 1+1 აქციები და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან კარგი შეთავაზებები ელოდებათ სამმარტს ქალბატონებს, როგორც ონლაინ, ისე PSP სააფთიაქო ქსელში და აუცილებლად გვესტუმრეთ. კი ბატონო, როგორც მოისმინეთ, 3 მარტიდან PSP-ში განსაკუთრებული შეთავაზებები და ფასდაკლებები იწყება, გამომდინარე იქიდან, რომ დედის დღე და ზოგადად მარტის პირველი ნახევარი ქალთა დღეებად არის, ესე ვთქვათ, მიჩნეული. შესაბამისად, გელოდებით PSP-ში 3 მარტიდან, რომ ისარგებლოთ ამ არაჩვეულებრივი შეთავაზებებით. დიდი მადლობა ანას ასევე ძალიან საინტერესო სიახლეებისთვის. ეს კიდევ ასეთი კარგი შემოთავაზებებისთვის. თან ასეთ დროს, როდესაც მარტი დაიწყო ჩემო ბაჩო. რეკლამაზე უნდა გავიდეთ, ჩემო ხატია და რეკლამის მერე ისევ ანა ზაქაშვილთან ერთად უნდა დავუბრუნდეთ მისი რუბრიკით სარჩევი, ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ, ასე რომ დაგველოდეთ და არ გადართოთ. ასე რომ დაგველოდეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს და ანა ზაქაშვილის რუბრიკით სარჩევით დავბრუნდით, განვაგრძობთ გადაცემას. ანა, მოგესალმებით დილამშვიდობისა. ანა, კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა. კიდევ ერთხელ და კიდევ სამჯერ თუ. განსაკუთრებით დიასახლისებისთვის ძალიან საინტერესო. დიასახლის არ გულისხმობ დიასახლის, ანუ ქალბატონებისთვის რა, გოგოებისთვის, თუ დალაგება ხომ აით გოგოებს უფრო გვიწევს ბაჩო, ვიდრე ბიჭებს. თუმცა დღეს ისეთ თემაზე უნდა ვისაუბროთ, სადაც საერთოდ არ სჭირდება ჩვენი ფიზიკური ენერგია და ძალა დალაგებას, სწორედ ასეთი თემა შეგირჩიეთ. დღეს უნდა ვისაუბროთ მტვერსას სრუტებზე, სტუდიაშიც წარმოდგენილი გვაქვს კონკრეტული მოდელები და ამაზე უნდა მოგვიანებით, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ, თუმცა მანამდე უნდა ვთქვათ აუცილებლად ისიც, რომ მტვერსას სრუტი არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელიც ყველაზე გაყიდვადი არის ფაქტობრივად ტექნიკის მაღაზიებში
წლებში გამომდინარე იქედან, რომ ძალიან გვიმარტივებს დიასახლისებს საქმებს ზოგავს ჩვენს დროსა და ენერგიას და მოგეხსენებათ 21 საუკუნეში დაზოგილი დრო რამხელა კომფორტი არის. შესაბამისად, ეს ტექნიკა მართლა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის ოჯახში იყოს. სანამ ჩვენს სტუმარს მოვიწოდეთ სტუდიაში და უშუალოდ გადავიდოდეთ რჩევების ნაწილზე და ვასწავლიდეთ ჩვენს ტელემაყურებლებს, როგორ უნდა შეარჩიონ სწორად ეს კონკრეტული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, მანამდე მინდა გითხრათ, რომ პირველი მტვერსასრუტი თურმე 1860 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთმა გამომგონებელმა დენიელ ჰესმა შექმნა და დენიელ ჰესი იყო ის პირველი, მოკლედ, რომელმაც შექმნა ეს პირველი მტვერსასრუტი. მას ჰქონდა, ესე ვთქვათ, ბრუნავი ჯაგრისი და ერთგვარი ბუშტი, რომელშიც აგროვებდა იმ მტვერს, რომელსაც ისრუტავდა. სწორედ ეს მოდელი არის, რომელსაც ახლა ფოტოზე ვხედავთ, თუმცა, შემდეგ ერთ-ერთი ძველი მეთოდი, ძველი, ასე ვთქვათ, მოდელი ასევე თარიღდება 1869 წლით. კერძოდ, ჩიკაგოში აივის მაკგაფმა გამოიგონა მეორე მტვერსასრუტი, რომელიც მუშაობდა ღვედით და ჰქონდა, ესე ვთქვათ, ავტომატური ვენტილატორს, რასაც ვეძახით, ასეთი მექანიზმი ჰქონდა და ასე მუშაობდა. ესენი მექანიკურები იყო თუ ელექტრო? ელექტრო იყო ესენი, თუმცა, დიახ, მოგვიანებით, რა თქმა უნდა, მტვერსასრუტების ვიზუალი, დიზაინი, მათი ფუნქციები დაიხვეწა და დღეს ვხედავთ აი არაჩვეულებრივ მოდელებს, რომლებიც სტუდიაში გვაქვს წარმოდგენილი და ამ მოდელების შეძენა და რომელზეც ახლა დეტალურად ჩვენ ვილაპარაკებთ, Xiaomi საქართველოს შეგიძლიათ ოფიციალურად ამ ბრენდის პროდუქციის შეძენა და მისი წარმომადგენელი, ბრენდ მენეჯერი, Xiaomi-ის ბრენდ მენეჯერი ირინე ჩხარჩხალი არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით ირინე, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი და ესეც საინტერესო რჩევები უნდა მისცეთ ჩვენს მაყურებლებს. ითხოვს მეგრულად აულსო. აბა. ხო. მოდი დავიწყოთ პირველ რიგში საუბარი აი ამ ორ ბრენდზე, ეს არის Dream-ის და Roborock-ის ბრენდი. ძალიან ცნობილი ბრენდები მთელ მსოფლიოში, ხო? თუმცა ვინც არ იცის ამ ბრენდების შესახებ, პირველ რიგში მინდა რომ ამ ბრენდებზე ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს ტელემაყურებლებს. კი ბატონო, ანუ Roborock და Dream-ი არის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდები საყოფაცხოვრებლო ჩვენი ტექნიკის მიმართულებით, რომელიც უკვე მოწინავე ადგილს იკავებენ. რაც შეეხება სამუშაო ჩვენ ეკრანზეც ვხედავთ, ხო? როგორ მუშაობს ეს, იმიტომ რომ გადავიღეთ წინასწარ თქვენს ფილმებში. გამომდინარე იქედან, რომ ძალიან ისეთი დრო სჭირდება ამ მტვერსასრუტების ჩართვას, მცირედი სტუდიაში ვერ მოვახერხეთ ჩართო, თუმცა ჩვენს მაყურებელს ეკრანზე შეიძლება თვალი ადევნოს მისი მუშაობის პრინციპს. გისმენთ. რაც შეეხება Xiaomi საქართველოს უკვე 5 წელი არაც ქართულ ბაზარზეა და პირველივე დღიდან ჩვენს მომხმარებლებს აქ საშუალება იმის, რომ ჩვენთან შეიძინოთ ამ ბრენდის ოფიციალური პროდუქცია. არაოფიციალურადაც არსებობს. კი, არაოფიციალურადაც არსებობს და მომხმარებელს ურჩევთ, რომ ძალიან დიდი ყურადღება მიაქციოს ამ ყველაფერს და ურჩევთ, რომ ეს თუნდაც რობოტი ან დრიმი შეიძინონ ოფიციალურ მაღაზიაში. კი ბატონო, ეს რა თქმა უნდა თავს დაგვაზღვევინებს. კი, რა თქმა უნდა, გარანტიის პირობებითაც. კი ბატონო, გარანტიის პირობებზეც ვისაუბრებთ აუცილებლად. უბრალოდ ახლა მინდა რომ გადავიდეთ თითოეულ მოდელის მახასიათებლებზე და გავაცნოთ ჩვენს მაყურებლებს რა მახასიათებლები აქვს. შეგვიძლია გადმოვინაცვლოთ აქეთაც. მოდი დავიწყოთ დრიმის მოდელით. ეს არის უახლესი მოდელი, მე რამდენადაც ვიცი და მოგვიყევით აი ამ მოდელის შესაძლებლობების და ფუნქციების შესახებ. ეს არის უახლესი მოდელი X50 Ultra, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი ინოვაციური ფუნქციებით, მაგალითად უძლიერესი შეწოვის ძალა აქვს 20000 პასკალი, ეს განსაკუთრებულად სველი წმენდა და აქვს კიდე ორივე აქვს როგორც სველი წმენდა, ასევე სველი წმენდა. გარდა ამისა, საინტერესო არის რა დროის განმავლობაში, ასე ვთქვათ, მუშაობს. დაახლოებით 3 საათი მუშაობს ეს რობოტი, დამუხტოს სჭირდება 4 საათი. და კიდევ რაღაცა ის მას შეუძლია 6 სანტიმეტრზე ანუ სიმაღლის დაბრკოლებები ნახოს და აქვს ანუ გვერდით სველი პედები, რომელიც ანუ გამოდის ესე გვერდზე და კუთხეები სადაც არის ნებისმიერ ადგილას. კუთხეებს რამდენად სწორად წმენს და ანუ კუთხეებში ნებისმიერ ადგილას შეუძლია რომ მივიდეს ამ პედებით, რომელიც ახლა კადრშიც როგორ ტრანსფორმირდება, ასე რომ ვთქვათ და შეუძლია კუთხეებშიც იდეალურად მივიდეს. ახლა ჩვენ კადრში ვხედავთ ზუსტად იმ ნაწილს, რადგან უნდა გავაგრძელოთ საუბარი, ეს არის როგორ იმართება კონკრეტულად ეს მოდელი. თან რაც მნიშვნელოვანია, ანუ ამ რობოტს აქვს წინ კამერა და აპლიკაციის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სახლში რა ხდება. ანუ ჩვენ შეგვიძლია რამდენადაც სწორად გავიგეთ, წავიდეთ სამსახურში პირობითად, ჩართული დავტოვოთ ეს მოწყობილობა და ვადევნოთ თვალი როგორ მუშაობს. ნებისმიერ წერტილში სადაც არ უნდა ვიყოთ, შეგვიძლია რომ ესე დისტანციურად მართოთ რობოტი მტვერსასრუტი. ხო, ეს ძალიან საინტერესოა. ამხარებს თვითონ მიდის თავის კი, თავის სახლს უბრუნდება. შემიძლია რომ საყვარელი მუშაობს, ამასაც ჩავტვირთავთ ამ ინფორმაციას. ყველაფერს საერთოდ შეგვიძლია. თუ თავისი ხდება, როცა უკვე ნახეთ,
შეგვიძლია ჩვენ რაღაც ზონები მოვუნიშნოთ და თვითონ გამოყოფს დროს, მაგალითად, ერთი ადგილიდან მეორე ადგილში რამდენი დრო სჭირდება. და უკვე იმახსოვრეს და მეორედ უკვე როცა ჩავთვალთ ჩვენ რეჟიმს თვითონ დაიწყებს იგივენაირად მუშაობას იგივე დროით. ეს ძალიან საინტერესოა. Dream-ის გარდა ჩვენ აქვს წარმოდგენილი გვაქვს ასევე Roborock-ის მოდელი, აი შავ მოდელზე ვგულისხმობთ. მოდი ამ მოდელზეც ვილაპარაკოთ, რა მახასიათებლებით გამოირჩევა ეს მოდელი. კი ბატონო, Roborock არის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი, რომელიც გამოირჩევა ინოვაციური ფუნქციებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ხედავს და უმკლავდება ყველა დაბრკოლებას საერთოდ, აი მაგალითად თუ რამე სახში ესე. შორის რომ რობოტი მტვერსასრუტებს უჭირთ დაბრკოლებებთან გამკლავება, ანუ ეს ხედავს დაბრკოლებებს. საერთოდ ყველაფერს ხედავს, აღიქვამს და ეს არის შეუძლია რომ ნებისმიერ რაღაც ნივთებს გვერდით აუვაროს და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის რომ აქვს ვიბრაციული სველი წმენდა, ანუ ნებისმიერ ხმა ლაქებს უპრობლემოდ გაუმკლავდება და იატაკზე საერთოდ არაფერს არ დაბიტოვებს. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ განსაკუთრებით ჩემნაირი თუ შეიძლება ითქვას დიასახლისებისთვის, რომლებსაც ტრადიციული მეთოდებით უყვართ სახლის დალაგება, ცოტა ამ ტექნიკასთან არ არიან ხოლმე მაინც და მაინც არ ენდობიან ხოლმე ტექნიკას, ასე რომ თქვათ და კარგი არის იქიდან კი ბატონო. აი მაინტერესებს მაგალითად კი ბატონო, ვისაც მაგალითად ყავს შინაური ცხოველები სახლში და ეს ბეწვების მოგროვება და გასუფთავება ბეწვებისგან, თქვათ ხალიჩების და სხვადასხვა საყოფო ცხოვრებას, თქვათ გარემოსი, რამდენად კარგად უმკლავდება ეს ამ პრობლემას. Dream-იც და რობოტიც, ანუ ორივე რაც გვაქვს წარმოდგენილი, საერთოდ უპრობლემოდ უმკლავდება, რომ ესე რომ ანუ არც ერთ ბევრს არ დატოვებს. ანუ როგორც ხალიჩებზე შეუძლია, ისევე ანუ სველის პრიალა ზედაპირი რაც არის, დალაქები არის, მაგ ყველაფერს უპრობლემოდ გაუკლავდება. ყველაფერს საერთოდ. სამზარეულოშიც შეუძლია რომ ნებისმიერ ადგილას შეუძლია რომ გამოვიყენოთ და გავუშვათ. მოგობა ისევ წმენდაზე რო თქვით, ანუ სითხე უნდა ჩაისხოს თუ რას ნიშნავს სველი წმენდა? ანუ ამაში ისხმევა წყალი და შეგვიძლია რომ გავუშვათ სველი წმენდით. მაგალითად თუ გინდა რომ უფრო პილოტი როგორც მე წმენდს ამ ფუნქციასაც ითავსებს. აი აპლიკაცია რომელი აპლიკაცია ესეც უთხრათ მაყურებლებს რომ ამას ჭირდება Dream Home აპლიკაცია, Roborock-ის აპლიკაცია კი. ეს აპლიკაცია ძალიან მარტივია ხო შემოგაფრთხილება. აქვს QR-ი, რითაც დავასკანერებთ, ანუ აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ და იქ უკვე ესე თვითონ გვასწავლის რა როგორ უნდა გავაკეთოთ. კი ბატონო, ძალიან კარგი. მოდი მაშინ ვუთხრათ ჩვენს მაყურებლებს საგარანტიო პირობების შესახებაც, რომელსაც Xiaomi საქართველოს თავაზობს შეძენის შემთხვევაში მომხმარებლებს. ჩვენთან გარანტია არის 1 წლიანი ოფიციალური შეცვლითი გარანტია, მეორე წელი არის უკვე შეკეთებითი, ანუ ჯამში არის 2 წელი და მომხმარებლებს ანუ რას გულისხმობს მაგალითად რომ პირველ წელს მე თუ რაღაცა აი ავხსნათ ეს საუბრობთ თუ მაგალითად ჩვენს პროდუქციას ქარხნულად ექნება წუნი, მაგ შემთხვევაში საერთოდ ახლით ექცევა, ანუ ახალი პროდუქციით ეცვლებათ და მეორე წელი არის უკვე შეკეთებით. ამიტომ მომხმარებელი და მისი შენაძენი სრულიად დაზღვეული არის ჩვენთან. კი ბატონო. თქვენ ფილიალების შესახებაც საინტერესო არის ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ბევრი მაყურებელი გვიყურებს რეგიონებიდან და საინტერესოა თუ გაქვთ რეგიონებში ფილიალი და რა ალტერნატივას თავაზობთ ასეთ შემთხვევაში, თუ კი მაგალითად ვერ ახერხებენ ფიზიკურად მომხმარებლები თქვენს მაღაზიაში. თბილისში არის სპეკინის 14 ნომერში, დიღომი თბილისი მოლში და გვაქვს ასევე ბათუმში, გრანდ მოლში. თუ მაგალითად სახლში რაღაც საქმეები გაქვთ და გინდა რომ აი ესე სწრაფი მიწოდების სერვისი გამოიყენოთ, მაგ შემთხვევაში უნდა შეხვდეთ ჩვენს გვერდზე, Xiaomi.com-ზე. მან დაგვხვდებათ უამრავი არჩევანი საერთოდ და შეგიძლიათ ესე თქვენს სახლის საქმეებს წარმოწყეთ და ისე მიიღოთ პროდუქცია ჩვენგან. ხო, ეს ნამდვილად კომფორტულია. ირინე, ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო ბრენდების გაცნობისთვის და საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. ასეთი კვირის სარჩევი გქონდა დღეს. მე ჩვენს მაყურებელს რა თქმა უნდა დავემშვიდობები შემდეგ კვირამდე და შემდეგ კვირას კიდევ უფრო საინტერესო ბრენდებს გაგაცნობთ და საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა გოგოებო. მოკლედ როგორ ვითარდება რა ტექნოლოგიები და 21 საუკუნე მართლაც ტექნოლოგიების საუკუნეა. რობოტები გვილაგებენ სახლებს და გამარტივებულია ცხოვრება ბაჩო. პარტნიორადაც ყავს სახელს და გვარს არ დავასახელებ. ვინც ეს რობოტები გამოიგონა და ასე შემდეგ. და რაღა გასაკვირია რომ სახლს გვილაგებდნენ. ჩემოხატია? ხო, მე ისიც ის პერიოდიც მახსოვს პატარა ვიყავი. სარეცხი მანქანები რო შემოვიდა ესეთი სარეცხი მანქანები და რაღაც დიასახლისები ზოგდა, მაგან როგორ უნდა გამირეცხოს ეხლაო. მაგრამ კი ბატონო, მე ის დროც მახსოვს, როდესაც ეგრეთ წოდებული მაგნიტოფონის კასეტებს ფანგრით ვახვევდით ხოლმე. მაგრამ მე ვმუშაობდი, იცი მანდ რადიოში, როცა ასე ფანგრითაც ვახვევდი და დებდით და სიმღერებს აბა მაშინ ჩემი პრობლემა რა მოსატანი ყოფილა. არა, მე კიდევ ერთხელ ხას უსწავლო შენ ახალგაზრდა რო ხარ ჩემო ბაჭო.
ესე იგი, ძალიან საინტერესო ამბავს მინდა გავამახვილო შენი და ჩვენი უსაყვარლესი მაყურებლის ყურადღება. 26 დეკემბერს თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი შეემატა. ლომის ბეკვერი, რომელიც სოციალურ ქსელში ყოველი გამოჩენა დიდ გამოხმაურებას და დადებით ემოციებს იწვევს, ჩვენს ობიექტივში გასული კვირის დილის ლაივში მოექცა და ჩვენ ასე ონლაინ შორიდან მოვეფერეთ კიდევაც მას როგორ გახსოვს როგორ დანავარდობდა ზოოპარკში. მას ახალი ვოლიერი სჭირდება, ვიცით ყველამ და წინა გადაცემაში ბატონ ზურაბ გურიელიძეს და სწორედ ამაზე ვისაუბრეთ. თუმცა უფრო დეტალურად როგორ ცხოვრობს ის ამჟამად, რა პირობებში იზრდება, როგორ ურთიერთობს ახალ მეგობრებთან, რა გეგმები აქვს ზოოპარკს მასთან დაკავშირებით, ისევ ანა ზაქაშვილის სიუჟეტში ვნახავთ და ნახოთ როგორ მოიზარდა პატარა ბოკვერი. მოდი შანი ჩემთან, შანი მოდი ჩემთან. აიცა მოვიყვანო. მოდი ჩემთან, მოდი. იბასაც წავართ ძვალს. შანი მოდი ნახე რა მოგცე. ნახე რა კაი რამეა. მოდი. აი მოეწონა. მომეცე ძვალი. ნუ კბენ. სახელი შეურჩიეთ ლომის ბოკვერს დავარქვით ჩანი, რაც აღმოსავლეთ აფრიკაში გავრცელებული ქალის სახელია და ნიშნავს სხივის ბრწყინვალეს დაახლოებით ესეთი აქვს. ამიტომ ჩავთვალეთ რომ ძალიან მოუხდებოდა ესეთი სახელი და დავარქვით ჩანი. კარგად არის იზრდება და 15 კილოს იწონის უკვე, ანუ დიდია, თათებიც კარგად გაეზარდა. ორი მეგობარი ძაღლი ყავს, ბიმბო და კარაკულა. ნუ კარაკულა ესეთი ძალიან გამოცდილი ძაღლია ლომებთან ურთიერთობაში, ის ლომთან ერთად გაიზარდა. ადრე აი აღარ ისვენებს. და ლომთან ერთად მოდი ახაშენ. და ბიმბო შედარებით უფრო ახალბედაა ლომებთან ურთიერთობის, მაგრამ ბიმბომ და შანიმ კარგი ურთიერთობა დაამყარეს. იციან განსხვავება არსებობს ისე როგორც ჩვენს და მათ შორის განსხვავება. მაგრამ ოთხფეხები უგაცად ნახულობენ ხოლმე საერთო ენას, ვიდრე ორფეხები და ოთხფეხები. ყველას ცნობს, რომ ვისთანაც ურთიერთობა აქვს. ძალიან ესეთი კომუნიკაბელურია, ძალიან კარგად ურთიერთობს ადამიანებთან, არ არის აგრესიული, ეს ერთადმაც არ არის მხოლოდ და მხოლოდ ასე თქვა ლომის დამახასიათებელი, ძალიან ბევრი მისი ასე თქვა პიროვნული თვისებებიც არის, რაც ძალიან ხელს გვიწყობს მასთან ურთიერთობაში. აი ეს ურთიერთობა, ანუ ძალიან ესეთი თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ჩვენსა და მათ შორის, ყველას ძალიან უყვარს და არის სულ ცოტა როგორც კი შემოვლენ ზოოპარკში, პირველი რასაც აკეთებენ, უნდა მოინახულონ, უნდა ნახონ ეს რა ხდება, მოაქვთ მისთვის საჩუქრები, საჩუქრები რა მაგალითად ესეთი ძვალი და ასე შემდეგ, რაც რითაც და სათამაშოები, რაც ძალიან უყვარს, ერთად შეიძლება გაერთოს და გარდა ამისა, ასე ძალიან კარგად ურთიერთობს ბიმბოსთან და კარაკულასთან. კარაკულასთან კარაკულა უფრო ერიდება, მაინც უფრო ასაკოვანი ძაღლია, მაგრამ ბიმბო ძალიან კარგად ურთიერთობს. აჰა, ავიდა ისე მოგიდაზე. აჰა, კარგი, დაწყე. თავიდან საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო, მას ჰქონდა საკმაოდ მთელი კომპლექსი დაავადებების, რახეთი ჰქონდა ასე პნევმონია, ბევრი კიდე სხვადასხვა ესე თამდევი დაიწყები, რაც ზოგადად სდევს ხოლმე ესეთი ხელოვნურად გაზრდილ ცხოველებს, რადგანაც დედის რძეს სრულფასოვანი შესაძლებლობელი და ამ შემთხვევაში საერთოდ იმდენად რთული სიტუაცია იყო, რომ პირველ დღეს კომაშიც კი ჩავარდა და რამოდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ გადასხობს ვიკეთებდი, რომ გადაგვერჩინა. ჯერჯერობით მას შემდეგ ყველანაირი, ყველა მაჩვენებლით ისინი ის ძალიან კარგ მდგომარეობაში იმყოფება და იმედია შევინარჩუნებთ ესევე. მისი საკვები არის რძე, გარდა ამისა ღებულობს ცოტა მაწონსაც, მაწონი კარგია საერთოდ ბიფიდობაქტერიები და მონელების კარგია და ხორცი ჯერჯერობით ფარში და გარდა ამისა ვაძლევთ ხოლმე ძვალს, დიდ ძვალს, რომელსაც ორნაირი დანიშნულება აქვს, ერთი რომ ღვნის ის ღებულო საჭირო მიკროელემენტებს და გარდა ამისა თამაშობს კიდევ. კარგი ახლა ხო.
საერთოდ ლომების პრაიდში ახალი ინდივიდის შესვლა არის ძალიან რთული საკითხია, იმიტომ რომ ძალიან ესეთი კონსერვატული ცხოველები არიან და მათ არ უყვართ ახალი წევრების მიღება და როგორც წესი ამ ახალი წევრების მიღება საკმაოდ დიდი ბრძოლების შემდეგ ხდება. რაც შეეხება პატარას მისთვის მოიხსენებათ და როგორ შეიძლება დამთავრდეს ეს პროცესი. არის შანსი რომ მიიღონ, მაგრამ არის შანსი რომ არ მიიღონ. აქ დაახლოებით ესე 50-50 არის და ამიტომ თუ არ მიიღებენ, ხის მისთვის ტრაგიკულად დამთავრდება. იმიტომ რომ გადაწყვიტეთ რომ ეს იყოს ცალკე და მას შეუქმნათ ცალკე პრაიდი და ამ მართულებით მუშაობთ. მოიწიებთ ევროპის ზოოპარკებში ამის ასაკის ლომებს და იმედია ჩამოუყვანთ მალე რომ მარტო არ იყოს. საკმაოდ მძიმეა ამის გაჩერება, იმიტომ რომ იკვინება საკმაოდ მტკივნეულად, მას სჭირდება თავისი ვოლიერი და ვოლიერის შენობა მიმდინარეობს. შანის ვოლიერი იქნება ახალ ტერიტორიაზე, ახალ ზოოპარკში. იქ არის აშენებული უკვე ზამთრის შენობა და ახლა ვაშენებთ საზაფხულო შენობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ამასობაში ეს ცოტა უფრო მოიზრდება, უფრო მომაგრდება და უკვე შესაძლებელი იქნება მისი გადაყვანა ახალ ტერიტორიაზე. შანის ექნება ძალიან კომფორტული პირობები და მე საერთოდ ვფიქრობ იმ დროიდან როგორც შანის გადავიყვანთ, ჩვენ იძულებული გავხდებით, რომ უკვე მივიღოთ ვიზიტორები, იმიტომ რომ არ ამგონია, რადგანაც მაგალითად აქ ჩვენ ადმინისტრაციის შენობაში ხდება ხოლმე დიდი რაოდენობით შემოჭრები, არ ამგონია, რომ გაუძლოს იქაურობამ ესეთ შემოტევას შანის სანახავად, ასე რომ მე მგონი იძულებული ვიქნებით, რომ დაუშვათ უკვე ვიზიტორების შესვლა იქ. შანიზე ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ის არის ვარსკვლავი. ხედავ, რამდენი ვიზიტორი ყავს და ყველას მე ჯერ ვერ მოვახერხე მისვლა. აი ვოლიერი რო ექნება, მე მივიდეთ. წარმატებები ჩვენ ზოოპარკს. და ბატონ ზურაბს ასეთი კეთილი საქმისთვის როგორ უვლის და როგორ ზრდის და როგორ უყვარს ხო, როგორი სიყვარულით ყოველთვის ბატონი ზურაბი გამოირჩევა სიყვარულით ცხოველებისადმი, მაგრამ ის რაღაცა პატარა რუალი ჩაკველი. და საყვარელი და ძალამასი. სანამ გაიზარდა მივიდეთ, თორე მე ესე კი ვეღარ მოვეფერები. ხო, რა, მივიდეთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემაც მე მგონი დასასრულს მივახლოვდა. ჩემო ხატია და ჩვენ ზურფას ტელემაყურებელს უნდა დავემშვიდობოთ მომავალ შაბათამდე. ისევ დილის 9 საათზე 11 საათამდე ვიქნებით თქვენთან ერთად, ასე რომ წარმატებულ კვირა დღეს გისურვებთ და დაგემშვიდობებით მომავალ შაბათამდე. გემშვიდობებით და კიდევ ერთხელ ვილოცავ ჩვენს არხს 10 წლის იუბილეს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენთან ერთად არის და ვინც ქმნის იმ პროდუქტს, რომელსაც თქვენ უყურებთ და მადლობა თქვენ. ნახვამდის.